სამ კითხვას უპასუხებენ. ჯერ ბატონ ლევანი უპასუხებს სამ კითხვას, შემდეგ მამე თეოდორე სამ კითხვას. დაახლოებით 45 წუთი გვაქვს, ხო? დაახლოებით 45 წუთი. ვეცდებით რომ პასუხები იყოს ისეთი ბლიცი რა, რომ ბევრ კითხვაზე გავცეთ პასუხი. პირველი შეკითხვა ასეთი, თუ შეხებია ფილოსოფია ცხოველების ცნობიერებას. ისი? ცხოველების. თუ დაუშვებდით რომ ზოგიერთ მათგანს აქვს სული. თუ არა, რატომ? მე ამაზე პასუხი არ მაქვს. მე უბრალოდ შეიძლება ვთქვა რომ არის რაღაცა სპექტრი იდეების ამასთან დაკავშირებით. ფილოსოფია რა თქმა უნდა ეხება ცხოველების სულს და ამბობს რომ მაგალითად ჰომეროსთან აშკარად არ არის რომ ცხოველები ჰადესში არიან. ჰადესში ცხოველები არ არიან. ადამიანები არიან მარტო. ან ცხოველების სულის უკვდავებას ეს ძალიან ძველი ბერძნული ტრადიცია არ აღიარებდა. ფილოსოფიაში პირველად ცხოველების სულის უკვდავება გაჩნდა პითაგორასთან. და პითაგორა ლაპარაკობს რომ ცხოველი რეინკარნაციის იდეა შემოიტანა და შეიძლება ძაღლშიც გადასახდეს ადამიანის სული, იქ ეპიგრაფიც კი აქვს ქსენოფონტეს, რომ ძაღლმა დაიყეფავა და ტირილი დაიწყება, მე მაშინ მეგობარი ამოვიცანი, მეგობრის სული ამოვიცანი. მაგრამ რატო იცინია? იმიტომ რომ იმდენად ექსტრავაგანტული იდეა იყო ბერძნების, რომ ცხოველს უკდავის სული შეიძლება გადასახდეს ადამიანში, რომ ასე პითაგორას დაცინოდნენ. თუმცა ეს იდეა პითაგორასი პლატონმა მიიღო, არ ვიცი რამდენად სერიოზულად, იმიტომ რომ კიმეოში ამბობს, რომ ცხოველში შეიძლება, სხვაგან არ ამბობს არსად პლატონი ამას, კიმეოში ამბობს, რომ შეიძლება ცხოველში გადასახდეს ადამიანის სული, ყველა ბრიყვი ადამიანი ამიტომ თევზი იქნება. მაგრამ სხვაგან ახან არ ამბობს ამას, შეიძლება ხუმრობით ამბობს, იმიტომ რომ მე ნეოპლატონურ ტრადიციაში ამბობდა, რომ პლატონი მარტო ადამიანიდან ადამიანში გადასახლებას ლაპარაკობს და არა ცხოველში. მე თუ დავუშვებდი ზოგიერთ მათგანს აქვს სული, რაც სულიერი რასაც შეიძლება სული ერთი ისეთი გაგებაა, ხო? პოლისემიური გაგებაა, მრავალმნიშვნელობა აქვს, რაც გულისხმობს სულზე. ლოგიკური სული ფიქრობ არ აქვს, ხო? დასკვნების გამოტანის ასე უნარი და ასე, მაგრამ ტკივილის უნარი აქვს და თუ სულიერია, ტკივილის სულიერი არის ამ გაგებით. ხორცს კი არ ტკივა. შეიძლება თქვა სულს ტკივა, ხო, რაღაცას მკვდარ ხორცს არაფერი არ ტკივა, ცოცხალს ტკივა. თუ სული სიცოცხლეა, მე ცხოველს რა თქმა უნდა სიცოცხლე აქვს. დეკარტევით არ ვიტყვი რომ დეკარტე ესე მიეშთა დაახლოებით რომ ძაღლს რომ დააჭერს ფერზე და დაიწყავებს დაახლოებით იგივეა არის მანქანას რომ მიატყვა და სიგნალიც შეაერთო დაახლოებით ეგეთი გაგება არა რა თქმა უნდა ცხოველს აქვს ამ გაგებით ტკივილის უნარის და ყველაფერი ამ გაგებით სული აქვს სხვა რა თქმა არის სხვა ფილოსოფია სხვა სფეროთი არის ქრისტიანობაში ძირითადი აზრია რომ ცხოველებს უკდავის სული არ აქვს, თუმცა არიან ქრისტიანი ავტორები, ვისაც საპირისპირო შეხედულებაც აქვს, მაგრამ მე-19 საუკუნეში ირლანდელი იონეს სკოტუს ერიგენა იყო და ამბობდა, როგორ შეიძლება ცხოველის სული არ დარჩესო ცხოველის სიკვდილის მერესო, არ წივსო, რამხელა მზერა აქვსო, კილომეტრებზე აღწევს და პატარა წერტილს ხედავს კილომეტრებშიო და რომ მოკლა ეს არ წივუცებ, ეს მზერა როგორ მოკვდება, ადამიანის გაცილებით მეტი აქვს. ამიტომ ითი არგუმენტი მოყავს, რომ ცხოველსაც უნდა ქონდეს მე-19 საუკუნის თეოლოგია არის ირლანდიელი. მე მგონი გაბრიელ ეპისკოპოსი წერია ეს, რა იციო ცხოველს რომ უკდავის სული არ აქვს. მოკლედ უშვებს მე მგონი გაბრიელ ეპისკოპოსი იმ წერილში, რომ შეიძლება ქონდეს შენ რა იცი, აპოპატიკურად ამბობს. რომ იქნება და აქვს. მე ამაზე პასუხი არ აქვს. მე უფრო მეინსტრიმულ იდეას ვიზიარებ, რომ ალბათ უკდავის სული ცხოველს არ აქვს. ალბათ, მაგრამ მე მაინც ვტოვებ სივრცეს ამის. სად არის ბედნიერება? რაში მდგომარეობს მისი არსი, როგორ შეიძლება მისი მოპოვება? ისი და მე აქეთ დაგისვავდით მაგ შეკითხვას. მაგრამ ფილოსოფიურ ტრადიციაში ეს ბედნიერების საკითხი, თავისუფლების საკითხი ახლოს არის ერთმანეთთან. იმიტომ რომ მაგალითად პლატონზე ვილაპარაკე, პლატონთან ეს ბედნიერება, პლატონი ევდაიმონიას ეძახის ბედნიერებას, პლატონი ამბობს რომ შენ თუ სწორი ეროსები გაქვს, სწორი სიყვარულები გაქვს, იმ საგნების მიმართ, რაც არ გაგაწილებს და მარადიულია, არა იმ სილამაზეს, რომელიც დაჭკნება, არამედ ისეთ სილამაზეს, რომელიც არ დაჭკნება. მაშინ ამ ეროს თუ როგორ ვთქვა, ეროს თუ განავითარებ ასე, აი ნამდვილი რეალობების მიმართ,
მაშინ შენ უფრო ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ ურყევი რეალობები ნამდვილი ბედნიერების წყარო არის. არისტოტელესაც ასეა, რომ შენ თუ შენი ეს პათეტიური, ანუ ცნობელობითი ასპექტი შენი არსების დაუმორჩილებ გონიერ საწყის, რომელიც უყურებს რა არის ღირსეული და ეს ჩვევაში გადაგივა ეს არჩევანი ამ ღირსეულის, ეს შენ გაგაბედნიერებს, იმიტომ ბოლოში შენ გესიამუნება კიდეც ის სიკეთების გაკეთება, რაც მანამდე რთული იყო და ტკივნეული და უსიამოვნოც. ან პლატონთანაც და არისტოტელეთანაც არის ეს სიკეთე უფრო რთულია ვიდრე ბოროტება, მაგრამ შენ შეგიძლია ისე წარმართო შენი ცხოვრება, რომ სიკეთეც სასიამოვნო გახადო, შენ თვითონ ბედნიერებას მიაღწიო. სხვები გამოშთავალე ემანუელ კანტი თქვა, რომ ეს სხვადასხვა რაღაცა ბედნიერება სხვა არის და ზნეობა სხვა არის, შეიძლება ზნეობაში მიყვება ბედნიერი არ იყო და საერთოდ ბედნიერება არც უნდა დაისახო მის და ზნეობისთვის, ზნეობა თვითმკმარი უნდა იყოს შენთვის და შენ და ესტრაფო იყო ღირსი ბედნიერების, მაგრამ ბედნიერებისკენ არა და ღირსი ბედნიერებისკენ თუ ისტრაფი აქეთკენ, შენ ასე ვთქვათ, ვაჟკაცურად უნუგეშობაში იგდებ თავს. მე არა ვარ ქართული პოეტი ამბობს, ნიკო სამონდაშვილი. ნიჩიანური გამოთქმა, ბედნიერების ხასა არა ვარ. ანუ ნიჩიანური, კანტიანური გამოთქმა რაღაცა ხო მე ბედნიერებას კი არ ვესწრაფვი, ღირსეულობას. ბედნიერება თუ მოვა მოვიდეს. ნიჩეც ამბობს, და ბედნიერება ცოტა ის დღევანდელი გამოთქმა, სექსისტური გამოთქმა, ქალი არისო, როცა არ ეძებ, როცა არ ეძებ მასო, მაშინ მოდის შენთან. ეს ტრადიცია არის ფილოსოფიაში. ქრისტიანობა ევდაიმონისტური ხედვა არის ქრისტიანობაში, ბედნიერება და ჭეშმარიტება ერთად არის. და შენ თუ ჭეშმარიტებას, ანუ ცნებებს არ ასრულებ, ცნებებს აქვს ონტოლოგიური ღირებულება, მაშინ წყდები ამ ბედნიერებას და ეს ცნობილი სახარების გამოთქმა, ვინ ჩემთან არ ეგრობს, ის ფანტავს. ანუ შეიძლება ნებისმიერი ცხოვრება არ არის ბედნიერებისკენ. და ბედნიერი ქრისტიანობაში ეს ევდაიმონია რაღაც სხვა ტერმინითაა ჩანაცვლებული, ძირითად ტრადიციას მაკარიოტეს, ხო რაღაც ნეტარების მიღწევა და ნეტარი აუგუსტინე. აქვს ბევრი ლაპარაკი მეგონი, მაგრამ პასუხი მაინც არ გავაცი და აქეთ დაგიბრუნებთ ამ შეკითხვას. როგორ ფიქრობთ, რელიგია არის თუ არა თავად დიდი ფილოსოფია? მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი განზომილებაა რელიგია და ფილოსოფია. სწორედ იონე პეტრიწის კვლევარი არ ვიქნებოდი ამდენი წელი. მისთვის ეს ერთი განზომილებაა. მე ვფიქრობ, რელიგიას არ უყურავდნენ მაგალითად პლატონი არ უყურავდა თავს თეოლოგიu, ფილოსოფია. ისინი ერთ სიტყვაში განიხილავდნენ ამ საკითხთან. იგივე საკითხებზე, იგივე ადამიანურ დილემებზე ფიქრობენ თეოლოგებიც, ასე ვთქვათ, ის ხალხი, ვინც ფლობს ტექსტსაც, ამ ტექსტს აქვს გამოცხადებული ჭეშმარიტების სტატუსი. მაგრამ ისინიც, ვისაც არ აქვს ეს ტექსტი, ისინიც ამ დილემებს ეჭიდებიან. გამოცხადებული ტექსტი, ჭეშმარიტების ტექსტი, ეს იქნება ბიბლია, სახარება, ყურანი, ეს ტექსტი თვითონ თავისთავად არ იძლევა მზამზარეულ პასუხებს. აქაც ჭირდება ფილოსოფიური გააზრება ამ ტექსტის. ფილოსოფიის გარეშე ამდენად რელიგიაც არ არის. აი ამათოდო რომ თქვა, რა იქნებოდა ქრისტიანობა, რო არ ყოფილიყო ბერძნული ფილოსოფია, ასე შესული ქრისტიანობაში, ცნებებით, იდეების სპექტრით, თუნდაც კამათით, იმიტომ რომ ქრისტიანები ეკამათებიან ფილოსოფიის ქრისტიანებს და ამ კამათში ერთ სიტყვაზე გადიან და ეს სიტყვა ფილოსოფიური სიტყვია, ერთი სიბზნის ძიების და ადამიანური დილემების გადაწყვეტის სიტყვია. ამიტომ მე არ დავაპირისპირებდი რელიგიას და ფილოსოფიას. ასეც ხედავდნენ, მაგალითად იუსტინე მოწამე, როცა ხდება ქრისტიანი, მისთვის ესაა ჭეშმარიტი ფილოსოფია, ასე უწოდებს ქრისტიანობას. მოიარა პლატონიზმიც, იქ სტოელობაც, პითაგორეიზმიც მოვიდა ქრისტიანობაში, როგორც ჭეშმარიტ ფილოსოფიაში. ჩემი სამკითხვა დამთავრდა. აქედა? ამას ხო არა, კაი. ის ჯურია, ლევანის პროექტი კარგი. რამდენს გაწვალებოთ, ა? არ წოდება წეღა როგორ იყო აქ? ეს კაი, ბოდიში. ვინ ან რა არის მთავარი შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის გარდა რწმენისა და რატო? გესმით ხო ხმა? ხო, ისა რწმენა შუამავალი, რწმენა, იმიტომ რომ თუ ეს მოდი თუ ჩავთვალოთ რომ ეს
გამონათქვამი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანსა და ღმერთს შორის მთავარი შუამავალი რწმენა. ეხლა მე არ ჩავუყბავდები ამას, დრო არ არის, უცებ. ხო და თუ ეს ესია, თუ რწმენაა შუამავალი, მაშინ იმიტომ რომ რწმენა არის ისეთი რამ, რომელსაც მე მაგალითად ლოგიკურად ვერ ვხსნი. ძალიან ბევრი განმარტება აქვს რწმენას, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ყველა განმარტება ხო ჩვენში უნდა შემოვიდეს და ჩვენად ვაქციოთ. და რა არის რწმენა? რწმენა არის ის, რასაც მე ვერ ვხედავ და მე მისი არსებობის მჯერა. წმინდა წერილი ამასაც მასწავლებს, წმინდა წერილი იმასაც მასწავლებს, რწმენა ძალაა ჩემში მოცემული, ხო და ესე იგი რწმენა რა გამოდის მაშინ? ძალა და შემეცნების ისეთი ორგანო, რომლითაც მე შემილია აი ამ სივრცე რო არის, რო წარმოვიდგინეთ, ხო, სამყარო სფერულის ფორმით, ხო, ამის მიღმიერი რეალობის ხედვისა და განჭვრეტისა, იმიტომ რომ ღმერთის დანახვა თვალით, აი ხო ამბობენ ხოლმე, რომ აი ხშირად არის ხოლმე ეს დამანახე კაცო ღმერთი, აბა თუ სადმე არის და თუ არსებობს. ხოლო თუ ჩვენ არსებობას უწოდებთ იმას, თქვათ, რასაც აქვს ფერი, წონა, ზომა, სივრცე, დროში არსებული, ხო? თქვათ, რითაც მატერია არსებობს, თუ ჩვენთვის არსებული მხოლოდ ეს არის, ხო? მაშინ ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ღმერთი არ არის. ეს ერთი, მეორე, თქვათ, აი მართლმადიდებლობის სიდიადე კიდე რაში ჩანს, ეხლა რასაც ვიტყვი, რომ თუ ღმერთსა და ჩემს შორის არანაირი კომუნიკაციის საშუალება არ არის. თქვათ, როგორც ლათინელები ამბობენ, რომ საღვთო მადლი და ენერგია ღმერთი კი არ არის, ღვთის განსაკუთრებული ქმნილება, რომელიც ჩემამდე მოდის. ამ დროს, თქვათ, რომელიც მე გრიგოლ პალამას დროს ეს ბეჭედად დაიდო, დაისვა ეს ისიხნასტური მოძღვრების თეორიაში გადმოტანა, რომ დიახაც ღმერთსა და ადამიანს შორის არის ენერგია მადლი, რომელიც ღმერთია, ანუ ღვთის ბუნება ენერგიაში. და მაშინ უკვე შესაძლებელია ხდება ჩემი კომუნიკაცია ღმერთთან, მაგრამ ეს მადლი და ენერგია თავად ღმერთია და ამიტომ მისი შემეცნების ორგანო ჩემს ბიოლოგიას და ფიზიოლოგიას არ აქვს. თან სამყაროში პლუს უსამართლობა როგორ დომინირებს. კი ბატონო, ღმერთი მოვიდა, მაგრამ ისიც მოკლეს, ხო? ანუ ხედავთ რა პრობლემის წინაშე ადამიანი, რომ მან დაიჯეროს, რომ ღმერთი არის. და უცებ ხდება, რომ ეხლა აი ამის მაგალითი რომ ყველა მღვდელს აქვს და მეც მაქვს. როგორც ერთ-ერთ რიგით მღვდელს რომ ესე იგი, აი მოდიან ხოლმე ადამიანები და ისეთი განსაცვიფრებელი ძალით ხდება მათი რწმენაში მოსვლა, რომელიც არ არის დამოკიდებული არც ასაკზე, არც სქესზე, არც განათლებაზე, არც ინტელექტზე, არაფერზე არ არის დამოკიდებული, რამე კანონზომიერება არ არის. ისეთი ძალით ხდება მასში ღმერთის შემოსვლა, რომ გაოცებული უყურებ ხოლმე და ეს არის ჩემთვის აი დიდი აფეთქებასავით არის იმ ადამიანში კონკრეტულად. ეს საოცარი ფენომენია, ну ჩემ თავში ჩემშიც ესე მოხდა ოდესღაც. ამას ვერაფრით ვერ ახსნი. ვერაფრით ვერ ახსნი ამ ფენომენს. ამიტომ რწმენა დიახაც ის რაღაც ორგანოა თითქოს, ხო? კიდე ერთი რაღაც ორგანო, რომელთაც ჩვენ ხედავთ ამ სიტყვებს მისა მეტაფორულად არ ვამბობ. ხედავთ რომ იმას რომ ღმერთი არის. შესაბამისად, დიახაც რწმენა გამოდის შუამავალი. და რაც შეეხება თქვათ გავრცელებულ იმას, თქვათ როცა ჩვენ გვაბრალებენ ხოლმე სასულიერო პირებს რომ შუამავლები ვარ, რომ რაღაცა გაგებით ეხლა მაგალითად მე მინდა გავხდე ფიზიკოსი. ან მინდა გავხდე დიდი მუსიკოსი. და მყავს პედაგოგი. რაღაც გაგებით პედაგოგი შეიძლება იყოს შუამავალი ჩემსა და დიდ ხელოვნებასა და დიდ მეცნიერებას შორის, მაგრამ ეს პირობითია. ის არის არა შუამავალი, არა პედაგოგი, ანუ მიმყვანებელი. და იდეაში ხო, ჩემსა და დიდ ხელოვნებას, ჩემსა და დიდ მეცნიერებას შორის, ჩემსა და ღმერთს შორის არაფერი არ დგას. მე ვარ. როცა ჩვენ ქრისტეს სისხლს და ხორცს ვეზიარებით, როცა ჩვენ იესოს ლოცვას გულით ვამბობთ, როცა ჩვენ ერთ-ერთზე ღმერთს ვესაუბრებით, იქ ჩვენსა და ღმერთს შორის არავინ დგას. და რწმენა ამ შემთხვევაში როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ჩემს რომელიც არ მომასვენებს, სანამ არ გაცოცხლდება ეს ჩემში რწმენა. იმიტომ რომ რწმენა როგორც წესი არის მოცემულობა, რომელიც თავისთავად როგორც ხორბლის მშრალი მარცვალივით არის. შეიძლება ხორბლის მარცვალი კონდეს მთელი 10 წლები იდოს აქ და არაფერი არ დაემართება, არც მოკვდება, მაგრამ არც არაფერი არ იქნება. მაგრამ ეს შენი ხორბლის მარცვალი ერთი შეიძლება დიდ პლანტაციებად გადააქციო, როგორც ჟულ ვერნის საიდუმლო კონსტრუქცია. ხო, შეიძლება. და ანუ რა, ჭირდება მას რაღაც კიდე ჩემი მხრიდან ადამიანური ესია, რწმენა გვეძლება როგორც ესეთი ჩანასახი და შემდეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გულსფელად, რამდენად ალალად, რამდენად მიზანმიმართულად და ასე შემდეგ
ვიქნებით მიზანსტრაფული, რომ ერთმანეთს გაცოცხლდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვიცით, რომ ადამიანი გვატყუებს, მაგრამ არ ვამხილებთ მას, რადგან ეს ადამიანი ახლობელია და ვიცით, რომ მას მხოლოდ დიდი ზიანი მიადგება. რითი მხილებით. ხო, ნუ იცი რა, თუ მხილებით დიდი ზიანი მიადგება, მაშინ არ უნდა ამხილო. უფალმა 3 წელიწად იცოდა, რომ იუდა ატყილებდა. არსად არ უმხილებია, ესეთი მორალი არ წაუკითხია იუდასთვის. მისი მხილება თუ იყო, როგორ არა, როგორც ისეთი ფაქიზი იყო, რომ საწყალი იუდა ვერ მიხვდა, რომ მას ამხილებდა. აი მაგალითად ბოლოს როცა გულში ესე იგი ამბორის უფლებას აძლევს და ამბორის ყოფით გასცემ ძეკაცისას, აი როგორი საერთოდ სახარებაში ნაკლებად ჩანს ემოციები, მაგრამ მაინც იკითხება რაღაცა ტკივილი ქრისტეს სიტყვებში, ტკივილი. ან თქვაც, როცა ზიან თქვა საიდუმლოსერობაზე წადი შენი საქმე გააკეთე. გესმით? უამრავი ნიუანსია იქ ისეთი, სადაც ძალიან ფაქიზად, ხედავთ ფაქიზად, რომ აქაც როგორ ზრუნავს მის თავისუფლებაზე. ხო, ასე რომ მხილება ზოგ ადამიანს აქვს ეს პრინციპი, რომ ყველგან სიმართლე თქვას და ვერ ხვდება, რომ ეს უკვე შეიძლება ადამიანს თავხედობაში გადაუვიდეს. ეს ერთი, კიდევ მეორე რამ, აი აქაც შეიძლება დაზიანდესო. სიმართლის თქმა არის თუ არა ყოველთვის სიმართლის თქმა სწორი? არ არის სწორი სიმართლის თქმა. ეხლა მე უბრალოდ მაგალითებს არ მოვიყვარ, მაგრამ ხდება ხოლმე ესეთი, რომ ჩვენ სამღვდელო პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვაქვს, რომ ადამიანის გონია, რომ სიმართლე ყველგან და ყველა მდგომარეობაში უნდა ითქვას, ადამიანი ამბობს სიმართლეს და აანგრევს მეორე ადამიანის ცხოვრებას თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ სიმართლე უთხრა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ სიმართლის თქმა არის სათნოება და წმინდა მამები გვასწავლიან. სათნოება უგუნურად აღსრულებული ბოროტებად გადაიქცევა. განჟის უნარი არის უმნიშვნელოვანესი სათნოება ქრისტიანობაში, ასკეზაში, თუ განჟი არ შეხედე ნებისმიერ სათნოებას, ის შეიძლება ბოროტებად გექცეს. როგორ ფიქრობთ, თავისუფლება ფრინველის გალიდან გაშვებასა და მისთვის ფიზიკურად თავისუფალი მოძრაობების აღსრულება, თუ მაგალითად ბერად აღკვეცილი ბერების, რომლებიც ფიზიკური თავისუფლებისაგან შორს არიან, განმარტოებულად ცხოვრობენ და თუ ორივე თავისუფლებას წარმოადგენს, მაშინ რა არის სრულყოფილი თავისუფლება. თავისუფლება გარეგან, ჩემის აზრით, თავისუფლება გარეგანი მონაცემებით ვერ შეფასდება ადამიანის თავისუფლება. რადგან თავისუფლება უფრო სულიერი რეალობაა, ვიდრე ფიზიკური, ამიტომ დიახაც, აი მაგალითად პავლე მოციქული თავის ბორკილებში უფრო მეტად თავისუფალი იყო, ვიდრე თქვა სხვა ვიღაცა შეიძლება ბორკილების გარეშე. და სხვათა შორის თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეს, როცა წერს პავლე მოციქული, მაშინ პატიმრობაში იმყოფება და ეს ეპისტოლე ძალიან ღრმა არის საღვთისმოწყალო თვალსაზრისით. სწორედ იმიტომ, რომ მისი გარეგანი არეალი შეზღუდული იყო და ის სიღრმეში ჩავიდა. ისიხასტური პრაქტიკა ლოცვისა, ეს არის ნებაყოფლობითი შეზღუდვა თავისუფლებისა, როცა შენი ფიზიკური არეალი მინიმუმამდეა შეზღუდული. აი მაგალითად იოსების სიხასტის პრაქტიკა როგორი იყო? და ეს რო სწორი იყო, ჩანს იქიდან, რომ მან აღორძინა, გადაარჩინა ათონის მთა ფაქტიურად სულიერ ბანკროტს და გაბანკროტებას და ამერიკაში, ესე იგი 19 მონასტერი, ათონის ტიპის 19 მონასტერი გუგუნებს საოცრება, რაც ჩემი თვალით ნახე, ეს არის საოცრება. ეს არის ერთი ადამიანის ღვაწლის ნაყოფი, რომელიც გარდაიცვალა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში და მისი პრაქტიკა ესეთი იყო. იგივე ხედავთ უამრავთან, ახლა უბრალოდ იოსების სიხასტი მოყავს მაგალითად, მას ჰქონდა კელია, რომელშიც ბოლომდე ვერც გაიმართებოდი წესიერად, აი რაღაც ესეთი ფანჯარა იმას არ ჰქონდა, ერთი იყო რა, კარების და ფანჯარის მოვალეობას ასრულებდა. მზის ჩასვლისთანავე, მანამდე ცოტა ისვენებდნენ, მზე რო ჩავიდოდა, იკეტებოდნენ ამ სენაკში, თვითონ მარტო, სხვები სხვა თავისთვის მარტო, სრულ სიბნელეში, არც სანთელი, არც კანდელი, ცდილობდნენ, რომ ესე იგი, ფაქტურად ეს არის სიკვდილის მოდელირება. სიკვდილის მოდელირება, გარე სამყაროსათვის სიკვდილის მოდელირება, როცა სინათლე არ არის, სივრცე არ არის და აზრები, რომელიც ტვინი ხო Wi-Fi-ით მუშაობს, აზრები შემოდის, მინიმუმამდე შეზღუდვა ამ აზრების და დატოვება 5 სიტყვის უფალო იესო ქრისტე, რომელიც არის შეკუმშული სახარება და შემიწყალმე, რომელიც არის შეკუმშული ასკეზა და მცდელობა, რომ ადამიანის არსება გაერთიანდეს და იმყოფებოდეს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში
სულიერ ცხოვრების ცენტრში, რომელიც არის ანატომიური გულის ზედა მხარეს. გული კი არა, ზედა მხარეს, დაახლოებით აქ. ანუ ეს და ესე გაგრძელდეს მთელი ღამე, დიდი 8 საათი მაგალითად, ხო? ეს ხო არის გარეგანის შეზღუდვა, ფიზიკურად. მაგრამ ეს არის შინაგანი თავისუფლების მოპოვება, იმიტომ რომ უფალი გვეუბნება, რომ ღვთის სამეფო, ანუ სასუფეველი, თქვენ შიგნით ეძებთ. აი წაღარო ვთქვით, ის სივრცე, რომლის მიღმიერიც არის ღმერთი. და თავისუფლებაც, სიყვარულიც და ყოველგვარი ონტოლოგიური ღირებულებები არის ონტოლოგიური ღირებულებების წყარო არის ღმერთი, ხო? აი ეს ყველაფერი. მაგრამ მე როგორც ღვთისხატება, ხო, ჩემში უნდა ეს ყველაფერი რეალიზდეს, თუ სამყარო ხო შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანი რეალიზდეს როგორც ღმერთი. სად უნდა ვიპოვო მე ღმერთი სამყაროში? სად? ქვაში, მთვარეში, ზღვაში? ყველაზე ძვირფას სამყაროში ადამიანია, იმიტომ რომ სოთელიეს მშვენიერება ადამიანის მიერ არის აღქმული. ადამიანში სად? ყურის ბიბილოში, მუხლის თავში სად? სადაც ჩემთვის გარეგნულად სიყვარულის და ბედნიერების განცდის ცენტრია. ეს არის ანატომიური გული, ну, ის უფრო ზუსტად ზედა ნაწილია და ფსიქოსომატური ერთობა რადგან არსებობს ადამიანში, უბრალოდ პნევმასომატური, ანუ სულისა და ფიზიკური სხეულის ერთობა. დაახლოებით აქ არის საძიებელი და ამას პრაქტიკაც აჩვენებს შემდგომში. და უფალი იმიტომ მეუბნება, სასუფეველი ეძებეშ, ანუ ღმერთთან ერთობა ეძებეშ შენს გულში. ყველგან იპოვი ღმერთის კვალს. პავლე მოციქული ამბობს, რომ როცა ადამიანი ურწმუნოა, მას გამართლება არ აქვს. იმიტომ რომ სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ღმერთის კვალს დაინახა, გონიერების კვალს. და გონიერების თან ის გონიერება, რომელიც სამყაროს გონიერად ქმნის, შემოქმედია, მხატვარია, მუსიკოსია, ხელოვანია, ყველაფერი ლამაზად არის შექმნილი და როგორ შეიძლება რომ ადამიანი თქვას ღმერთი არ არის, მაგრამ მთელი ცხოვრება შენ შეიძლება აი ეს ღმერთის ყოფიერება ადასტურო, ტომები დაწერო. ესე იგი, ისეთი ლოგიკა იყოს ამაში, რომ ნებისმიერი ათეისტიც კი დააჩოქო და დაამარცხო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ღმერთი იპოვე. თორე ეს არის ღმერთის კვალის ძიება და დადასტურება იმისა, რომ ღმერთი არის. ქრისტიანობა გეუბნება, რომ საკმარისი არ არის, შენ ღმერთი თავად უნდა იპოვო. არა ღმერთის კვალი, არამედ ღმერთი. და ეს ხდება სწორედ ადამიანის შიგნით, რომელიც არის სრული თავისუფლების გარანტი. ადამიანი თუ შიგნით ჩავიდა, თუ ადამიანის გონების, გრძნობის და ნების გაერთიანება მოხდა, ხო? მაშინ ადამიანი თლიანდება როგორც არსება და ადამიანი ხდება თავისუფალი, ანუ ადამიანის პიროვნება ხდება დომინანტი ჩემს ბუნებაში. და მე უკვე ცხოვრობ და ვაკეთებ არა იმას, რაც ჩემ ბუნებას სურს, კუჩს, გულს, ჩემს განჟის უნარს და ასე შემდეგ. არამედ რასაც მე გადავწყვეტ პიროვნულად, აი ისე ვიცხოვრებ. ანუ ჩემი პიროვნება ხდება თავისუფალი ჩემი ბუნებიდან. ესმით, აი ეს არის, ამიტომაც არის, რომ თავარი არის შინაგანი მდგომარეობა. სამი კითხვა დამთავრდა. აქ არის რამოდენიმე კითხვა, უპასუხოთ ერთხელ მე ამ კითხვას უპასუხოთ. აი მაგალითად, აი ეს ეხლა თქვა თქვენ უპასუხეთ ამ კითხვას, მე ბატონო მაგრამ მიკროფონი ვარ იმაში. როგორ? აი ეხლა ამ კითხვის მე ბატონ ლევანს უპასუხებს და მე დასვი. ესე იგი ეს კითხვა მეც მეკუთვნის და ბატონ ლევანსაც ხო? ჭეშმარიტება არის თუ არა თავისუფლება? და თუ არის ჭეშმარიტება თავისუფლება, შეიძლება ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა იდგეს. ეს მამარდაშვილის ცნობილი კინაღამ ჯვარსულაცოს მამარდაშვილი ამის გამო, რომელმაც თქვა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია. იცით რა არის, მე ხო მამარდაშვილის ვერცეთი ვერ ვკითხავთ ჩვენ, იმიტომ რომ გარდაცვლილია ღმერთმა აცხონოს. მაგრამ ქრისტიანულად თუ შევაფასო ხო შეიძლება? ესე იგი, რა არის ჭეშმარიტება შენთვის გააჩნია? მაგალითად, სამურაისთვის ჭეშმარიტება არის დიდი თავადის ან იმპერატორის ერთგულება და მისთვის სიკვდილი. ხო? ეს სხვა შეფასება აქვს. მეცნიერისათვის, ერთ მეცნიერს ვიცნობ და სიტყვა მეცნიერებას ვეთქვის, ხელებს ასე აღაო მეცნიერება. გასაგებია, იმისთვის მეცნიერება ჭეშმარიტებაა, ხო? მაგრამ ქრისტიანისათვის ჭეშმარიტება არის არა რა, არამედ ვინ. აი ქრისტიანობა აი აქ აბსოლუტურად უნიკალურ რაღაცას გვთავაზობს. მე ვარ ჭეშმარიტება, უფალი ამბობს. ანუ ღმერთი არის ჭეშმარიტება. რადგან ღმერთი და ჭეშმარიტება სინონიმ არა, თლაც სინონიმები არ არის. აი მაგალითად, ღმერთი არის სიყვარული. ხო? ეს ცნობილია, ღმერთი სიყვარული არის.
მაგრამ ღმერთი სიყვარულზე არ დაიყვანება. იმიტომ რომ ღმერთი კი არის სიყვარული, მაგრამ სიყვარული ღმერთი არ არის. ღმერთი არის სიმდაბლე. ხო? მაგრამ სიმდაბლე ღმერთი არ არის. ღმერთი არის თავისუფლება, მაგრამ თავისუფლება ღმერთი არ არის. ღმერთი არის ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტება ღმერთი არ არის. ანუ ეს ყველაფერი, ეს ღირებულებები ონტოლოგიური, საღვთო ენერგიები, ესე გვთავაზობთ ჩვენ ამას ქრისტიანობა. მაგრამ რაღაცა გაგებით, რადგან მადლი და თავად ღმერთი მადლი იგივე თქვა, ის არის ღმერთია თავის ენერგიებში, ამიტომ შეიძლება დავხსოთ ტოლობის ნიშანი. და რადგან ღმერთი და ჭეშმარიტება იგივეობრივია, მაშინ რა თქმა უნდა ის სამშობლოზე მაღლა დგას. იმიტომ რომ სამშობლო არის მიწიერი სამშობლო, არის საფეხური ზეციური სამშობლოსათვის. იმიტომ რომ რა არის სამშობლო ქრისტიანისათვის? მიწიერი სამშობლო ეს ერთი, ამ შემთხვევაში ჩვენ ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს ჭეშმარიტება დღემდე, მაგრამ არის ზეციური სამშობლო, რომელზეც უფალი თუ თქვათ რაღაც იმპერატიული ტონი დავინახეთ უფლის სიტყვებში არის ერთ-ერთი ესეთი მნებავს. აი ჩვენ ხშირად გვაინტერესებს რა არის ღვთისნება და არ ვიცით და ესე რა ნეტა ღვთისნება. წერია ღმერთმა როგორც ადამიანმა გამოთქვა ეს ვერბალურად გამონათქვამი დაფიქსირდა საღვთო მადლით ბეჭედი დაესვა და ღმერთმა შემოგვინახა და მე ვკითხულობ ღვთისნებას ერთ-ერთი ესე ჟღერს ბევრი მიმართულებით ჟღერს ერთ-ერთი მნებავს სადაც მე ვარ მინდა რომ თქვენც იქ იყოთ ეს არის ყოვლადწმინდა სამების სიაღე ქრისტიანისათვის 60 ყოვლადწმინდა სამების სიაღეა პავლე მოციქული ამბობს რომ გადარჩენილი ადამიანი ღვთის სახლეულის ანუ ღვთის ოჯახის წევრია აი ჩვენი სამშობლო არის ყოვლადწმინდა სამება ეს არის ქრისტიანული სწავლება და შესაბამისად ამ შემთხვევაში სამშობლო და ჭეშმარიტება იგივეობრივია ანუ გააჩნია რას უწოდებ რას გულისხმობ ჭეშმარიტებაში რას გულისხმობ სამშობლოში ჭეშმარიტება არის თუ არა თავისუფლება რადგან თავისუფლებაც ასევე საღვთო თვისებაა რა თქმა უნდა ჭეშმარიტება და თავისუფლება ერთი ღმერთის საღვთო ენერგიებია და თუ არის თავისუფალი არის შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლება აი ესეთი თავარია რას გულისხმობთ ჭეშმარიტება არის თუ არა თავისუფლება მე ვიტყვი იმ ტრადიციას იმ ფილოსოფიურ ტრადიციას და რომელიც მე მიყვარს და ჭეშმარიტი მგონია არის ჭეშმარიტება ონტოლოგიური სინამდვილე და ამასთან დაკავშირებულია თავისუფლება იმიტომ რომ ეს გარკვეული ტელოსი არის ადამიანისთვის და ეს ტელოსი არის შეიცავს ჭეშმარიტი ანუ ადამიანს აქვს განცდა სიმსტარის და განცდა ჭეშმარიტის და დეკარტეს არის ძალიან კარგად მეოთხე მედიტაციაში შენ რო მართალს ხედავ რა ცხადად და ნათლად რო ხედავ სიმართლეს სურვილიც გიშთება მის მიმართ და ეროსი არ ამბობს ეროს დეკარტე ეროს პლატონი ამბობს მაგრამ პლატონის სურვილი მიდრეკილება ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილება აქვს ჭეშმარიტისკენ აი ეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის გაპარში რო არის თუ გახსოვთ მეფე შიშველია ეს გახსოვთ ბავშვი რო არის მამის მხარზე ზის და მეტაფორაა ხო რატომ აქვს ბავშვი იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს თავი გაჭედილი რაღაცა კლიშეებით ბავშვს არ აქვს ვნება მლიქნელობის ბავშვს არ აქვს შიში და მეფე შიშველია და სხვებს რცხვენიათ ერთმანეთზე აი თუ რო თქვა შიშველია ვიღაცა მართლაც გიჟია ვიღაცას ეშინია მეფე არ გაბრაზდეს და აი ეს ყველაფერი რაღაცა ეს ვნებები და ძალიან პიროვნული არის როგორ თქვა პიროვნული ცუდი გაგებით აი ცუდი სუმდაბლად პიროვნული აი ეს ჭეშმარიტება არის ის ადგილი საიდანაც შეიძლება აი ამ შეზღუდულობისაგან შანსი გათავისუფლდეს აი კონტემპლაციის ჭრეტელობის წერტილია მამარდაშვილი ამას ამბობდა რომ ჩვენში უნდა აღმოჩნდეთ ყუდროების ის წერტილი საიდანაც შეგვიძლია გავაკვირდეთ საკუთარ თავს აი ეს კონტემპლაცია კაი სიტყვა მომწონს აქამდე მithქვავს რომ ეს ტემპლუმ არის ტაძარი და კონტემპლაცია თქოს ჩაიკე შეხვედი რაღაცა სივრცეში საიდან შეიძლება ყველაფერი გაანალიზო ეს ადრე სიტყვა ეს ტემპლუმი ნიშნავდა იმ ადგილს სადაც ავგურები ანუ ჩიტზე მკითხავები რომში დადგებოდნენ და იქიდან აკვირდებოდნენ ჩიტების გაფრენას იქიდან შეგეძლო შენ ინტერპრეტაცია მიგეცა სწორი რას ნიშნავს ჩიტების გაფრენა ხა იმ ტრადიცია იყო მაგრამ
იდეა საინტერესო რომ არის რაღაც დაკვირვების წერტილი, საიდან შენი თავის შეფასება შეგიძლია, არა როგორც შეზღუდულმა ადამიანმა დაუშვათ ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა, არამედ როგორც ადამიანმა, როგორც აი კაცობრიობის წარმომადგენელმა და აი ამ წერტილიდან დაინახო თუნდაც შენი შეცდომები, შენი ეროვნული რაღაცა, შენი ნაკლები, ილია ჭავჭავაძე აი რამდენიც კიცხავს არა, კარგი გულიკი მაშინ ოგზნობს. კი, შენ თუ გაიგივებ, აი გაიგივებ შენ ეროვნულობას და ღიაობას არ დაინახავ ჭეშმარიტებას და ეროვნულობას შორის, მაშინ შანსად დაკარგავ ამ ადგილზე დადგეს, საიდანაც შენ ეროვნულ ნაკლებს დააკვირდები და გამოსწორების შანსი გექნება. და თვითკმაყოფილებას მიეცემ მე. აი ქართული ასკარგები ვართ, ქართველები ვართ, ლოგიკით იცხოვრებ. ან ეგეთი რაღაცა, თვითკმაყოფილება. ბედნიერება მითხარ ნუ მეძებ. როგორ არ მეძებო ბედნიერება, აბარა, იმიტომ რომ პრობლემაა ბედნიერება, თუ არ ეძებ, სად გახარ მაშინ? ეს არის შენ როგორ თქვა? წერტილია, სადაც შენ უკვე აზრობ როგორც ვიწრო კონტექსტით განსაზღვრული პიროვნება, არამედ როგორც ზოგადკაცობრიული კაცობრიობის წარმომადგენელი. კანტი რასაც ამბობს რა არის განმართლებლობაში, სადაც მე უკვე როგორც კაცობრიობის წარმომადგენელი ვიყენებ აზროვნების უნარს, არა როგორც ვიწროთ ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი. შეიძლება ვიწროთ ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ვემორჩილებოდე რაღაცა არასწორად მიღებულ კანონს მაგალითად. ნუ ის თუ ისეთი კანონი არა რომ ზნეობრივი პრინციპს ეწინააღმდეგება. როცა მე ამ კანონზე გავდივარ სამეცნიერო კონფერენციაზე, სადმე არ ვიცი იქ იურისტების სამეცნიერო კონფერენციაზე, მე უნდა ვამხილო ეს კანონი იმ კონფერენციაზე, თქვა რომ იცი რა, აი ეს კანონი არ მეჩნია სწორედ, ამიტომ და ამიტომ. ზოგადკაცობრიული პოზიციიდან შევხედო ამას. თუ ჩემმა ქვეყანამ, ჩემმა ეროვნულ შეცდომა დაუშვა სხვა ერთან ურთიერთობაში, ოსებთან, აფხაზებთან, მე თუ ჩავიკეტე მარტო ჩემი ერის წარმომიმაში, მაშინ ვერც დავინახავ ამას. უნდა გამოვიდე აქედან და თქვა, აღიარო, ხო ეს არასწორი მიქნია. ანუ ეს წერტილი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ეს მომენტი, როგორც ადამიანები, ჩვენ ჯერ ადამიანები ვარ და მე ვართ იმ კონტექსტით გაპირობებულები. ამიტომ ამ გაგებით ვფიქრობ, ამას გულისხმობდა მამარდაშვილმა უნდა ჭეშმარიტება სამშობლოზე, მაგრამ ამ გაგებით ის არ ამბობდა სამშობლო არ არის ფასეულობა. თავის თავზე ამბობდა რომ იმდენად ქართველად გზნობდა თავს რა ქართული სამხმიანი სიმღერებიო, ჩემი ცხოვრების ფონი არისო. ეს მისი მეტაფორას ხედავდა სამხმიან სიმღერებში, აი რაღაცა პლურალიზმის გაერთიანებას, რაც ჭეშმარიტების შუქზე შეიძლება ეხლა ზედმეტ ინტერპრეტაციებსაც ვაკეთებ. პატარა შეკითხვა დავაბატონო, შეიძლება აი ამ შეკითხვიდან გამომდინარე, რა ძალიან პატარა შეკითხვა დავაბატონო. აი როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია, ეს შეიძლება თქვათ გავიგოთ პირდაპირ მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, მისაღები, როდესაც ის სხვანაირად ამბობდა. სამშობლო გამოდის ჩაგვრელის როლში. კი, არის ეს. სხვანაირად ამბობდა, უბრალოდ ფრაზა იყო სხვანაირი. პატრიოტიზმი დიდი ფასეულობაა, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი ფასეულობაა. აი, შეიძლება ეს მივიღოთ და გავითავისოთ, როდესაც აი სამშობლო გამოდის ჩაგვრელის როლში. და მოხსენ დაჩოქილა ეს თუ ადამიანს ჩაგრავს, კი ბატონო, მაგრამ აი მეორე შემთხვევაში, როდესაც სამშობლოა დაჩოქილი და ჩაგვრელი სამშობლოა დაჩოქილი მეორე შემთხვევაში და ვამბობთ ამ ფრაზას, ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია, როდესაც სამშობლო ცდილობს წამოდგომას. ამ შემთხვევაში ხო არ გვაქვს უფლება ეს ცნობილი გამოთქმები შევატრიალოთ ესე რომ ჩაგვრელი იმდენად არის შეცმული პიროვნები ჩაგვრელი სამშობლოზე მეტია. ხო არ გვაქვს აი ეს უფლება რომ ესე მივიღოთ ეს გამოთქმები ამ შემთხვევაში, როდესაც სამშობლოა დაჩოქილი და წამოდგომას ცდილობს საჩუქრიანი მდგომარეობიდან და ამ დროს ვამბობთ ამ სიტყვას რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია. დაჩოქილი სამშობლოზე. იცით რა, ვერ ვიტყოდი ასე იმიტომ, ჯერთი რომ გადახედო მაგალითად ქართულ მატიანებს იქ ყველას დაჩოქილი როცა საქართველოს მონღოლების ქვეშ ვარ და რაც წაიკითხე ჯამთა აღწერილი საერთოდ მონღოლებზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს. ლაპარაკობს აი ჩვენ რა გავაკეთეთ ისეთი რომ ეს დაგვემართა. სულ საკუთარ თავში ეძებენ ნაკს. დამპყრობელში დამპყრობელი მათთვის არის როგორ გითხრათ აი თვითონ სასჯელი იმისთვის რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამიტომ ინტროსპექცია ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან ფილოსოფიურები არიან ჩვენი ავტორები. ჩვენ სამწუხაროდ ეგეთები აღარა ვართ. ჩვენ ყოველთვის გარეთ ვეძებთ მიზეზებს. აი ჭეშმარიტების დაკვირვების წერტილი არის რომ რატო დამემართა ეს ხარ იყო საშუალება გადამედგა სხვა ნაბიჯები. ეს თუ არ გავაკეთე, გინდაც გაათავისუფლე სამშობლო, მე ისევ იგივეს გააკეთე. ანუ ეს თეორიული რაღაცა ბადე უნდა განავითარო საკუთარ თავში რაღაცა იგივე რუსული გამოთქმა რა, не наступает на одни и те же грабли. იგივე ფოცხს არ დააბიჯო ფეხი და არ მოხდეს ეს ცხვირში. აი ეს რო არ გააკეთეს, ამიტომ უნდა გაიაზრო, რატო დამემართა ეს. და რა თქმა უნდა, მე აღარ გაიმეორებ. გერმანია აღარ გაიმეორებს ფაშისტს, და ყოველ წელიწადს ამას იხსენებენ რომ ეს გაგვემართა ეს როგორ მოგვივიდა ჭეშმარიტებაზე მაგალითად როგორ დავაყენეთ ეს ეროვნული რაღაც ინტერესი დაჩოქილები ვიყავით მაშინ და მოუთმინეთ ჰიტლერს
რომ აღვადგენდა დამცირებულები ვიყავ და შევიფერეთ, რასაც გვეუბნებოდა. და მე რაც მივიღეთ, ნახეთ. აი ეს მომენტია, მე ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ჭეშმარიტება პირობითი კატეგორია არ არის. გინდა ტერმა დაგიმორჩილოს, გინდა არ დაგიმორჩილოს, ჭეშმარიტებას ეს არაფერს არაფერში არ აინტერესებს. ჭეშმარიტება არის უპირობო კატეგორია. უბრალოდ ერთს დავამატებ, აი ძალიან დაჩაგრული იყო იუდეა. როცა ღმერთი მოვიდა, ძალიან დაჩაგრული იყო იუდეა და უფალი სწორედ ამ დაჩაგრული იუდეაში ამბობს, შეიცათ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. ანუ ამ შემთხვევაში ძალიან დაჩაგრული იყო, რომელების იურისდიქციაში შედიოდა. აი ესია და აი ეს ჟამთა აღწერილის მაგალითი მე მაგალითად ყველას ურჩევდი რომ ჟამთა აღწერილი ეს არის ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი წიგნია წაიკითხოს ეს არის აბსოლუტურად სწორი ხედვა იმიტომ რომ თუ მიზეზები მხოლოდ გარეთ ვეძებთ ჩვენი პრობლემების ხო ვერასოდეს ვერ გამოვალთ ამ პრობლემიდან თუ მხოლოდ გარეგან მტერში ვეძებთ და შინაგანი მტერი ვერ დავინახეთ ეხლა აქ ისტორიის ის არ არის ხა შეხვედრა თორემ იმდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი უახლოესი ისტორიიდან თქვა ილია ჭავჭავაძედან დაწყებული დღემდე რომ შეიძლება ითქვას რომ რატო უარესი არ დაგვემართა ისეთი რაღაცები აქვს დაშავებული თუნდაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქართული სულის წინააღმდეგ და ასე შემდეგ ასე რომ თუ ჩვენ ეს არ გამოვასწოროთ აბსოლუტურად სწორად იყო ეს მუდამ ესე იქნება არაფერი არ შეიცვლება და სწორედ იმიტომ უთხრა უფალმა ისინი რატო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შეიძულეს უფალი ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შეიძულა იუდამ ქრისტემ ეს სწორედ ესე რომ უფალს არც ერთი სიტყვა არ უთქვავს ისეთი რომელიც ნუ იქნებოდა თქვა ეროვნულ წისქვილს და წყლის დასხმა და ეროვნული გზნობების დაამება და რაღაცა გამოსავალი აი ამ სიტუაციიდან როგორ განთავისუფლებული იყვნენ საძულველი რომაელებისაგან არც ერთ სიტყვა არ უთქვავს მაგრამ მიზეზი ყველაფერი ბოროტების მიანიშნა უფალმა მათში და პირდაპირ უთხრა როცა ვერ იგებენ რომ თქვენ ცოდვის მონები ხართ და ამიტომ ვერ შევიცნობთ ჭეშმარიტებას და ვერ თავისუფლდებთ და ეს არ მოეწონათ და შესაბამისად განაჩენი გამოუტანეს უფრო მეტად საკუთარ თავსად ესე ვისა კითხვა უნდათ აი რაღაც ჩემთან მაშინ აი ბატონ ლევანი პასუხობს კითხვას და მე თავისუფლება არის თუ არა ყველაფრის უფლება თუ შეიძლება ნუ იმჟელოთ ლოკისა და ჰობსის თავისუფლების ცნების მიხედვით თავისუფლება არის თუ არა ყველაფრის უფლება ისე თავისუფლება არის პოლისემიური მრავალნიშნულოვანი კატეგორია თავისუფლება არის თუ არა ყველაფრის უფლება გარკვეული აზრით არის თავისუფლება ყველაფრის უფლება რა გაგებით რომ ადამიანი თავის პირად სივრცეში მე დასავლურ გაგებაზე ლაპარაკობ ხო ადამიანი თავის პირად სივრცეში ხელშეუხებელია ილია ჭავჭავაძის გამოთქმა პირადი სივრცის ხელშეუხებლობა რაც ეს არა ილია ჭავჭავაძის მოგონილი ეს დიდი ტრადიცია არის ევროპული ჯონ სტიუარტ მილიც ამბობს ამას და ეს რაც ინგლისელებმა ერთი სიტყვა დაარქვეს privacy აი ეს privacy-ის სივრცე ხელშეუხებელია აქ ადამიანი სრულად თავისუფალია თუ ის რა თქმა უნდა არ იჭრება სხვის უფლებებში სხვის და კანონი უნდა იცავდეს და იცავს კიდეც აი ამ პრივატული სივრცის თავისუფლებას. რა თქმა უნდა შეიძლება მე არ მომწონდეს ჩემი მეგობარი ამ პრივატულ სივრცეში რას აკეთებს, მაგრამ მე შემიძლია ეს რა ვიცი სხვა ამის გამო თავში აგურს არ ჩავარყავ. ანუ ეს არის ამ ხრივ ადამიანი ყველაფერში თავისუფალი გარდა იმისა სხვის თავისუფლებაში არ უნდა შეიჭრა. სხვა გაგებით შეიძლება ონტოლოგიური გაგებით რო თქვა ყველაფერში როგორ თქვა, ყველაფრის არჩევა არ არის თანაბრად კარგი არჩევა. შენ თუ ნიჭი გაქვს, დიდი სამუსიკო ნიჭი გაქვს და აირჩიე ესეთი გზა, სადაც დაღუპე ეს ნიჭი, ეს არ იქნება სწორი არჩევანი. გახსოვთ ის დოჩანაშვილის ვატერპოლო ანუ აღდგენის სამუშაოები. იქ კარგავს ეს თავის იმ მოწოდებას, რაც ნიჭში აქვს. ნიჭის აღმოჩენა საკუთარ თავში და ნიჭის გავითარება, მე ვფიქრობ ესაა ნამდვილი თავისუფლება. ამიტომ ყველა გზა მიუხედავად რომ ამ გზის არჩევნის უფლება სრულად თავისუფალი უნდა იყოს და შენ უფლება გაქვს ცუდიც აირჩიო შენთვის კანონის ფარგლებში რაც შენ არ განავითაროთ მაგრამ ყველა არჩევანი თანაბარღირებული არ არის ამიტომ ადამიანი გარკვეული აზრით არის პროექტი თავისთვის აქ ინსტანციებსა დავითანხმები მაგრამ მეორე მომენტია რომ შეიძლება რაღაცაში ნიჭი არ გქონდეს და ვერ აღმოაჩინო და იმაში თუ გააკეთე პროექტი შენ თავისთვის იმაში ხელი მოგესალმოს და ცუდი იყოს უფრო შენ. ამიტომ ვფიქრობ ყველაზე კარგია ესეთი გონიერი აღმოჩენა ნიჭის
და ამ ნიჩის თავის რათა ნიჩის აღმოჩენის შეუძლებელი ნიჩის აღმოჩენის თავისუფლად არ მიყვება ამ ნიჩს. მაგრამ ამას ძალისხმევა ჭირდება და დისციპლინა. უდისციპლინად ნიჩის განვითარება არ ხდება. პირველი იყო ეს? კი, პირველი იყო კიდე ორი. თქვენ თუ წამთ ღმერთის არსებობის. მე ქრისტიანი ვარ და გამდინარეობისას ეგრე გამოვა. თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება ლაპარაკი ბევრი ფილოსოფიაში როგორ არის ეს და დასავლურ ფილოსოფიაშია ეს თომა აკვინელის ონტოლოგიური არგუმენტები, ამის კამათინერი ამ არგუმენტებთან, ანსელმის არგუმენტები. ძალიან საინტერესო არის ეს ლოგიკური მსჯელობა ღმერთის არსებობის შესახებ. როგორ ვიგოთ რა არის ბედნიერება ეს იყო ბეში. შემისამი შეკითხვა. თქვენ რაღაც კითხვა გქონდათ ხო? რაც იყო? რაც იყო. თქვენი აზრით სწორია თუ არა ის ფაქტი რომ ილიას უნივერსიტეტში ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა სტუდენტებზე, ანუ აიძულებენ უარყოს ტრადიცია, რელიგია და კულტურა. რის შედეგიც ის გახდება თავისუფალი. მანამდე კი ის განუვითარებელი არსება. ასევე მისაღებია თუ არა ის ფაქტი რომ ლექტორი თავს ახლოვდეს თავის აზრებს სტუდენტებს. როდესაც რომელიმე ფილოსოფოს ეთანხმები თავისუფლების ამ გაგებით. როდესაც რომელიმე ფილოსოფოს ეთანხმები თავისუფლების ამ გაგებით. იცით რა, მე ილიას უნივერსიტეტში ვასწავლი და მე არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას სტუდენტებზე არ ვახდენ. თუ არიან ეს სტუდენტები, ვინც ამას ზოგადად ჩემგან მეტყოდნენ აქამდე, იმიტომ რომ არ აქვს ჩემთან ისეთი ურთიერთობა, რომ რაღაცა პედესტალზე შემსვა და არ მithვა. მეტყვიან და მე ვცდილობ რაღაც შევქნა ისეთი გარემო, სადაც ვარჩევთ თემებს თავისუფლად. ანუ არავის აზრი არაა დათრგუნული და ინტერაქტიული ლექციების პრინციპში დავალებული და ყველა ინტერაქციული ლექციები ეს ნიშნავს რომ ინტერაქტივში შეხვიდე სტუდენტთან, ანუ მისი აზრი გაიგო, არ მოახუიო თავზე, ინდოქტრინაციას არ მიმართო. მე მაგალითად მქონია ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ლექტორი უბრალოდ კონსპექტს გვიკითხავდა. ჩვენ გვაწერინებდა ამ კონსპექტს, მე გამოცდაზე იგივე კონსპექტს თვითონ ისმენდა. საერთოდ რა იყო ეს არ ვიცი. ხო, ანუ ესეთი ლექციები მე მგონი აღარ ტარდება უკვე და ძალიან კარგია რომ აღარ ტარდება. თქვენი კითხვა იქნება პირველი და მე ორ სავიდე ფაქტიდან. და მე აქედან ავიღოთ, ხო? პირველ რიგში ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდათ რომ ყოველთვის ხომაღლა რომ გაიგონოს ხო, მაგრამ რამდენად აქვს უფლება თქვა ჩვეულებრივ მოქალაქეს გააკრიტიკოს ზღიად რელიგიური ავტორიტეტი? მე როგორც სამღვდელო იერარქიაში მყოფს და არა თქვა ზემოთ, მე რეალურად ბერკეტები არ მაქვს რაიმე დადებითი ზემოქმედებისა პირდაპირ. თორე არაპირდაპირ დადებითი ზემოქმედება ისიც არის, რომ ჩვენ თქვა მოვდივართ ადამიანებს რელიგიურ განათლებას ვაძლევთ, ვისაც სურვილი აქვს და რელიგიური აზროვნების გაჯანსაღებას მთლიანად საზოგადოებაში, მთლიანობაში ხელს შეუწყობს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდეს. მაგრამ პირდაპირ ბერკეტები არ მაქვს. აი მე რომ რაღაცა თქვა ისეთი, რომელიც იქ პირდაპირ რაღაცა პრობლემაში რაღაც ცუდად გაიჭედება, მე მის გამოსწორების საშუალება არ მექნება. ადამიანი აი ეკლესიოლოგიური აზროვნება არის ძალიან დაკნინებული ჩვენ საზოგადოებაში. ეკლესიოლოგიური აზროვნება. რა არის ეკლესია? ეკლესია არ არის მორწმუნესათვის ორგანიზაცია. ეკლესია მორწმუნესათვის არის ქრისტეს მისტიური სხეული. არ ვიგონებ, პავლე მოციქული ამბობს ამას პირდაპირ. და სულიწმინდის საუფლო. და ნებისმიერი ადამიანი ეკლესიის წევრი არის ამ ორგანიზმის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რა იერარქიაში იმყოფება. პატრიარქი, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და მრევლის წევრი. სულ ერთია, ეს არის ერთი ორგანიზმი. ამიტომ ეკლესიის შიგნით თითოეულ უჯრედს თავისი უფლებები აქვს, რომ გული შესტკიოდეს მთლიან ეკლესიის ორგანიზმზე და ნიჭიერების და სულიერი განვითარების შესაბამისად უფლებამოსილებას და ვალდებულებას რომ ჩაერიოს ამ სიტუაციაში. კლასიკური მაგალითი, რომელიც ყველა ქართველმა იცის. რუის ურბნისის კრება. ხომ იცით ყველა ქართველმა, მაგრამ არიციან ხშირად, მაგალითად ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა, რომ
ესე იგი პატრიარქს ჰქონდა ესა. რატომ არ აწყობს პატრიარქი რუის უბნისის კრებას? რაღაცები არ მოსწონდა ვიღაცეებში, ზოგიერთ სასულიერო პირში. და იმ ადამიანმა არ იცოდა, რომ მე-18 საუკუნეში საეკლესიო იერარქიას რუის უბნისის კრება არ მოუწევია. რუის უბნისის კრება მოიწვია ერის ადამიანებმა, მრევლის წევრებმა, ეს მრევლის წევრი იყო მეფე, მაგრამ ის მრევლის წევრი იყო. და ჰქონდა დასაყრდენი, რა თქმა უნდა, ეკლესიაში გიორგი ჭყონდიდელის, არსენ ბერის და ასე შემდეგ. ანუ რა არის რუის უბნისის კრება? არა ეკლესიის დოგმატების გადახედვა, არა რევიზია ქრისტიანობისა. არამედ რაღაცა ზნეობრივი საკითხების პრობლემები რომ იყო, იმ პრობლემების მოგვარება. როგორ მოხდა ეს შესაძლებელი ეკლესიის კანონი არ დაირღვა? იმიტომ რომ ერის ადამიანები, მათ შორის დავითი, ჩვეულებრივად ორგანული ნაწილი არიან ეკლესიის. აქედან გამომდინარე, ნახეთ ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ადამიანის განათლება, ესე იგი, ეკლესიის ორგანიზმის წევრობა, აქტიური წევრობა ერთი, მეორე ინტელექტუალური შესაძლებლობები, სულიერი განვითარება, ნიჭიერება და თავისი სტატუსიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ამის შესაბამისად შეიძლება იმოქმედოს ერის ადამიანმა. ისე როგორც მღვდელმა, მე მაგალითად ეხანას გითხარით, მე იერარქიული ვარ, მაგრამ რადგან მღვდელი ვარ და არა უმაღლეს იერარქიაში ყოფი, ამიტომ და არა მაქვს რაღაც პირდაპირ ბეკეტები, ამიტომ მე ვერიდები ჩემი პოზიციის გამოხატულებას. აი ეს არის. ამიტომ დიახაც ერისკაცს აქვს უფლება და ხშირ შემთხვევაში ვალდებულებას. თუ რამე პრობლემა ხდება, ეგრე მაგალითად პარლამენტის მაგალითად რო ავიღოთ, ან ხელისუფლების, რაღაცა პრობლემა ხდება, ხო? მოქალაქის პოზიცია როგორი უნდა იყოს? რაც უნდა ის უხნიათ, ან მე მაინც არავინ არაფერს არ მკითხავს. ხო და რაც ხდება, ხდება, ხო? თუ არ ხდებოდა ყოველ შემთხვევაში. სამოქალაქო პასუხისმგებლობა. სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა გქონდეს სამრევლო პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში იდენტურია სამოქალაქო პასუხისმგებლობის. ჩვენ ვალდებულნი ვართ. რა თქმა ჩვენ დედა ეკლესიას ეს ვიცოდეთ და შეძლების დაგვარად დავეხმაროთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ამიტომ მე ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში ვალდებულებაც კი არის, რომ ჩაერიოს. ეხლა აქ კითხები რო არის ბევრი, ხო, ასე ამოვატრიალებ. ეს და რომელიღაცას ამოვარჩიო. რო ესე იგი, აბა ყველას ვერ მოვასწრებ, მაშინ რა თქმა ბატონ ლეონი აღარ მოვა არასოდეს რომ ავიდა. ой, მე რა ხელა კითხვა რა? აი ეს არის წერახე რა გამოვიდა უკვე. რამდენი კითხვა ერთი იმაში შეხედეთ 1 2 3 4 5 6 აბა რა გამოვა? რა გავაკეთო? არა სხვა, მოდი აქედან ერთ-ერთ წავიღებ. მოკლედ ხუმრობა იქით იყოს თავისუფალი. ეს ორი სიტყვა თავად გამარტავს მის შინაარსს. გარკვეულად წინ გამარტავს თუ ადამიანს განვიხილავთ როგორც პიროვნულ არსებას, პიროვნება, რომელიც არ არის სუბსტანცია, არც სულია პიროვნება, არც ხორცია. პიროვნება არის ის, ვისაც ეკუთვნის სული და ხორცი. ამიტომ ადამიანებს ჩემი გული, ჩემი კუჭი, ჩემი ღვიძლი, ჩემი სული, ჩემი ნერვები, ჩემი, აი ეს სუბიექტი, რომელსაც ეს ობიექტი ბუნება ეკუთვნის, არის ის თავი. და თავის უფალი, ანუ როდესაც თავის ბატონი ხდება ადამიანი, ამ კუთხით რა თქმა უნდა შინაარსს განმარტავს. უფალი იქაა, სადაც უანგარო სიკეთე და სიყვარული სუფევს. ანუ თავისუფლებაც იქაა, სადაც სიყვარული და სიკეთეა. ჭეშმარიტი თავისუფლება სიყვარულის და ანუ სიკეთე საერთოდ ზოგადია, სიკეთეა სიყვარულის და თავისუფლებაც და რა თქმა უნდა თავისუფლების გარეშე სიყვარულიც არ არსებობს. რანაირად არსებობს თავისუფლების გარეშე სიყვარული. ამიტომ არ ძალადობს ღმერთი ჩვენზე. არანაირად. ღმერთმა თავისი თავი გამოაჩინა როგორც ყოვლის შემძლე არსება, მაგრამ ეს ყოვლის შემძლეობა იყო გამოვლინებული არა ძალით, არამედ სიყვარული. სიყვარულის ყოვლის შემძლეობა გვაჩვენა. მისდაც შეუძლია დაინახოს. როდის ხდება ადამიანი თავისუფალი, როცა საკუთარ მავნეჩვევებს ან უარყოფით თვისებებს გავემიჯნებით, როდესაც დავიმორჩილებთ საკუთარ თავს. ოღონდ ეს ხდება როგორც პავლე მოციქულის მიხედვით გითხარით წეღანაც შეუძლებელია სანამ არ მოხდება რა? სანამ არ მოხდება ის რომ ჩვენმა პიროვნებამ რეალიზება დაიწყოს არა დაცემული ბუნებით, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნებით, არამედ მადლით. პიროვნებამ უნდა დაიწყოს რეალიზება მადლით. ეს არის გაღვთობის პროცესი. ამიტომ ხდება, აი პავლე მოციქული ამბობს, მე კი აღარა ვარ ცოცხალი, ჩემში ცოცხლობს
იესო ქრისტე. გულში არაფერი მაქვს. არავინ არ მყავს გარდა იესო ქრისტეს ისიც ჯვარცმულისა. როცა მე ლოცულობ, მე მარტო კი არ ლოცულობ, არამედ ჩემში ღვთისული ლოცულობს და შეღაღადებს მამაო. ანუ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ იმ საღვთო სიკეთეში, რასაც სათნოებებში, რასაც ადამიანი შეიძლება ჩადიოდეს და აკეთებდეს, მარტო არ შეიძლება იყოს, ვერ არის. ის არის ღმერთთან ერთად და როგორც ისევ პავლე ამბობს, თანამშრომლობს ღმერთთან, თანამშრომლობს თავის გადარჩენაში. შესაბამისად ადამიანი მავნეჩვევებს ღმერთის გარეშე ვერ ანებებს თავს. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი საოცარ ამას ამბობს, იგავურ სახეს ქმნის, წარმოიდგინეთო, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი უდიდესი ავტორიტეტია ეკლესიის. ეს არის საოცარი ადამიანი, ну, რა ვიცი, ძალიან დიდია. ხო და ესეთ რამეს ამბობს, რომ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც რაღაც მანკიერებები აქვს, რომელსაც მას გამოეცხადება ანგელოზი და ეტყვის, რომ გარკვეული დროის მერე შენ გაგიყვანო ამ სოფლიდან, ღვთისგანგებულებით. და იმის გამო, რომ შენ ეს კონკრეტული მანკიერებები გაგაჩნია, შენი მარადიული სამყოფელი არის ეს და აჩვენებს იმას, რასაც უღმერთობა ქვია. ანუ ჯოჯოხეთი არის უღმერთობა. საშინელებაა ეს თავისთავად ცხადია და დაანახებს. ანუ რა გელოდება, იმიტომ რომ შენი არსება შებოჭილია ამ ყველაფრით. ხო? და ანგელოზმა დატოვა წავიდა. ეხლა რა რჩება ამ ადამიანს? ხო, წმენა გაეზარდა, რომ მიღმერი სამყარო თავის თვალით დაინახა, რა ელოდება იცის, რა უნდა გამოასწოროს იცის და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი საოცარ ამას ამბობს. ადამიანი მაინც ვერ მოერევა საკუთარ თავს. შეუძლებელია. და მე ამბობს, ღვთის მადლის გარეშე ადამიანი შეუძლებელია თავის თავს მოერიოს. ამას უფალი ამბობს პირდაპირ. მოციქულებთან საუბარში ესეთ რამეს ამბობს უფალი, რომ ადამიანისათვის შეუძლებელია გადარჩენა, ცხონება. ახლებმიფრად გააძვრება ნემსის ყუნჩი, ხო? ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ და ხო და მე მოციქულები, კი მაგრამ ვინ გადარჩება უფალო? ღმერთის მიერ არის შესაძლებელი. აი ეს არის, ამიტომ ადამიანი დიახაც აი ამ მავნეჩვევებს თავისთავად ვერ მოერევა ღმერთის გარეშე. თქვენ როდის იგრძენით თავისუფლება და რა შეგრძნება გქონდა? იქნებ გადმოგცვეთ. სხვა რამეში რომ აგვერიოს და შეცდომაში არ ჩავარდეთ. ცოტა ეგ ნამეტანირთული კითხვაა. ნამეტანირთული კითხვა, მე ესე მგონია, რომ თუ ზოგადად ვიტყვი, ინკოგნიტო ვთქვათ, თუ რომელიმე ადამიანი ღმერთს შეხვედრია ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მან იცის, აღარ არა ღმერთის კვალს, არა იმას, რომ უი ღმერთი მართლა არსებულა, არა მაგარია ღმერთი არსებობს, ესე არა. პიროვნულად ღმერთთან შეხება თუ ქონია, ის წამები ის არის აბსოლუტურად თავისუფალი. მან იცის ის გათავისუფა როგორც ის აკასურის მაგალითად რომ მოგიყვანეთ. თუ არ გათავისუფლდე ამ სოფლის მარწუხებიდან, ჭეშმარიტი თავისუფლება არასოდეს არ გექნება. ეს გათავისუფლება ხდება გაცოცხლებული რწმენით. და იმ მომენტში, როცა ღმერთი ეხება შენს გულს, შენთვის ეს არაფერი აღარ სიკვდილი არსებობს, აღარ ტკივილი, აღარ განსასწრელი, არაფერი არსებობს, ესე იგი საოცრად მზარდი ბედნიერების განცდა, ცოცხალ ღმერთთან ყოფობა და ამბობს რა თავისუფალი ხარ. შეიძლება თავისუფლება სხვა რამეში აგვერიოს, როგორ არ შეგვიძლია, პავლე მოციქული იმიტომ ამბობს, რომ ისა რას ამბობს, ხორციელი თავისუფლებას თუ გამოიყენებ ხორცის მაამებლად. როცა ადამიანს აქ არის შეცდომა. ბუნებას აქ ნება. ადამიანის პიროვნებას აქ რასაც გნომური ნება ქვია, პიროვნული არჩევანი. ღმერთთან პიროვნული არჩევანი არ არის. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა. არჩევანი რას ნიშნავს? ეს თუ ეს, ღმერთთან ეს არ არის ეს თუ ეს. ღმერთმა იცის რომ ეს, იმიტომ რომ ეს არის სიკეთე. რადგან ადამიანი ამ დიაპაზონში არსებობს, ანგელოზიდან, ესე იგი, დემონიდან ანგელოზამდე, უბრალოდ დემონიდან ღმერთამდე და ეს ამ დიაპაზონში რადგან არსებობს, მასში სულ არის აი ეს არჩევანი. და ამიტომ ჩვენი პიროვნება მუდამ არჩევანის წინაშე დგას. და შესაბამისად, რას ვამბობდი, შეიძლება აგვერიოს, ხო? ნუ აგვერიოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო და ბუნებას აქ ნებელობა. აი მაქსიმე აღსარებელი მაგიტო აწამეს იმ წვალებლებმა, რომ ის ამბობდა ბუნებას ნება. ანუ ბუნება აქტიურია, ბუნება საგანი კი არ არის, აქტიურია, ნებელობა, ანუ თავის მიდრეკილებები აქვს. და თუ ადამიანს ეგონა, რომ ჩემი ბუნებითი მიდრეკილებები რომელსაც ჩემი ნება გამოხატავს და იმ ნების ჭკუაზე სიარული არის თავისუფლება, ადამიანს შეიძლება პირუტყვი გახდეს. და ამის მაგალითებია, რომ
რაც კუჭს უნდა, რაც ჩემ გულს უნდა, ასე რაც ჩემ ცივგონებას უნდა, რაც ხორცს სიამოვნება გესმის, ეგოიზმი. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა ამ დროს და ეს შეიძლება ადამიანს აერიოს თავისუფლება. და დღეს თავისუფლების ლოზუნგით ძალიან ხშირად აღვერახსნილობა, იმიტომ იქადაგება, რომ თავისუფლება გონიათ ეს. და ამ დროს საწყალი ადამიანის პიროვნება დადგმული, დამონებული და მკვდარი ყდება მასში ღვთის ხატი. და ფაქტურად ადამიანში ან დემონური მიდრეკილებები იზრდება, ან პირუტყული მიდრეკილებები. ეს მე და აი ამ დროს შეიძლება აერიოს. თქვენ თქვით თავისუფლებას თქვენ თქვით თავისუფლების გაფრთხილებით ხდება მორჩილების სწავლა. თუ მორჩილებით, მოკლედ მორჩილება ეს არის აი ამ დაცემულ ნებელობაზე ღვთის ნებელობის ჰეგემონია. მე ვხედავ, რა ჩემი კუჭი ცუდად არის მიდრეკილი. სულ ესე იგი, კაი, ჭამას მაუნდა. ნუ ლევანის ამას ვერ იტყვი. ნუ პრინციპში ახლა მაინდა-მაინც ჩემზე ვერა, მაგრამ გულში რა ხდება თქვენ რა იცით? ხო. მეორე, ესე იგი, ის რომ თქვათ ადამიანის გული ბოროტება სამყაროში საიდან მოდის? ბოროტების წყარო სამყაროში რა არის? ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ მე როგორც ქრისტიანი ქრისტეს ვენდობ. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, ქრისტე ამბობს, რომ ბოროტების წყარო არის ადამიანის გული. აბა, კურო დაბობღავ, სადღაც ის ხო არ იქნება ბოროტების წყარო, ადამიანის გულია, ხო? ამ დროს ადამიანი ენდობა თავის გულს და ესე იგი, ცოლი ყავს, 4 შვილი ყავს და უცებ მის გულს შეუყვარდა ვიღაცა და დატოვა, ეს შვილი არ წავიდა, სხვას გაეყიდა. რო გითხო, რატო მართალია ის შეუყვარდა? გულს ენდო. აი როცა ქორწინდება ორი ადამიანი, ხო? ჩვენს ვეუბნებით, რომ რა თქმა უნდა გზნობა გულში იგრძნობა, მაგრამ მარტო გზნობას და მარტო გულის ნდობა არ იქნება. და დიდი წმინდანები ბევრია მაქსიმე ახსარებელიც ამბობს, კავასილაც ამბობს, ბევრი ამბობს ამას საოცარ სიტყვებს, რომ სიყვარული არის ნებელობითი აქტი. იქ მარტო გული თუ არ და ემოცია და გზნობა, აი შეიძლება ძალიან სერიოზულად წააგოს. ნებელობითი აქტია. ამიტომ ადამიანი აღარ ენდობა საკუთარ თავს. პავლე მოციქულის მაგალითი ვნახეთ და ხედავს რომ თუ აბსოლუტურად წმინდა ნება არ შემოვიდა მასში, ხო? ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგება, მაგრამ ეს შემოსვლა, მისი არჩევანია აბსოლუტურად თავისუფალი და ამიტომ ამაო ჩვენოში ვამბობ, იყავ ნება შენ. ამიტომ ვამბობ, ჩვენი მორჩილებას გამოვხატავთ. და ყოფითში, ჩვენი ეს მორჩილება გამოიხატება სხვისი თავისუფლების პატივისცემით, რატომ? იმიტომ რომ ქრისტე ესე იქცეოდა. ჩვენ ქრისტეს ვბაძავთ. ქრისტეს მიმბაძველობაა, ხო, სულიერი ცხოვრება. და შესაბამისად ადამიანი მორჩილია ადამიანის, იმიტომ რომ ის თავისუფლებას პატივისცემს, ადამიანი მორჩილია ღმერთის, იმიტომ რომ თხოვს რომ მისი ნება შემოვიდეს და ამ დროს მისი პიროვნება, რომელიც არის ქრისტეს ხატი და მსგავსი, იწყებს ნელ-ნელა გათავისუფლებას. აი ეს არის გზა თავისუფლებისკენ. მაგრამ ეს არის კიდევ ვიმეორებ, ადამიანის ნებაყოფლობითი პიროვნული არჩევანი. სხვას ძალას ვერ დაატან. როგორ გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს ჩვენ მეგობრების თავისუფლებას? აი ეს როგორ გავუფრთხილდეთ? უნდა მიხვდე, აი პრივატული სივრცე ახსენა. ადამიანის პრივატულ სივრცეში ნუ შეიჭრებით, ნუ იძალადებთ. ეს მორალს ნუ წაუკითხავთ. შენიშნებს ნუ მისცემ, ხო? რაღაც გაუფრთხილდით, თუ რაღაცა ისეთია, რაც უნდა უთხრა, იმიტომ რომ სხვანაირად დაიღუპება, ეს ძალიან ფაქიზად გააკეთეთ. ბავშვთანაც იგივე მდგომარეობა, აი მაგალითად რელიგიურ ცხოვრებას შეცდომა. ესე იგი ბავშვს დააყენებენ წირვაზე 3 საათი თავიდან ბოლომდე. ესე იგი, და მე ეს ბავშვი რო გაიზრდება, ესე იგი საერთოდ აღარ გამოიხედება ეკლესიისაგან, იმიტომ რომ მისთვის ეკლესია ასოცირდება ძალადობასთან. ბიჭო, ისე გააკეთე, რომ ეკლესია ასოცირდებოდეს სიხარულთან. გესმით? ანუ ვინც დაემორჩილა, ის დადგუნა და იმას რო შეეძლოს, ხო? ესე იგი რას გვიზავდა წარმოგიდგენია, ვისაც ერევა იმას იმონებს ბოლომდე. ესე არ შეიძლება, ნუ გაუფრთხილდით ოჯახის წევრების თავისუფლებას. ხო, აი მაგალითის მოგიყვანეთ. ამდენი ვილაპარაკებას. ეს არის მესამე, მეოთხეს და მერვე კითხვაც იყო. ეხლა დრო მამი ძალიან ისია, მამთოთი ანუ ერთ კითხვას ყოლობას ორი უნდა მოგჭე. ისა, ეხლა 10:30-ია. ესე იგი, ბატონი ლევანი აქ აღარ მოვა თუ ბოლომდე აქ გავაშენებთ. თქვენს უნდა გქონდეთ შიმშილი. ერთი კითხვა, ესე არა. მამაო, ერთი კითხვას მოვასწროთ აუდიტორიიდან შეიძლება? აი უყურე, კი, აი ესე, ლევან აიღე რომელიც გინდა და არა, ეგა, ეს საერთო კითხვებიდან არის. აქ არის საერთო კითხვა. რომელიც გინდა აიღე, იმას უპასუხოთ ერთი შენ, ერთი მე და ერთი კითხვა პასუხი შენ გაცა, ერთი მე და ერთი კიდე იქიდან მოვა და რა ვქნათ აბა. ცოტა რთულად ასული კითხვა, კარგად ადამიანი იმანენტურად ხომ არ იღწვის იმისთვის რომ თავისი სუბიექტურობა
საზოგადოებას დაუდოს როგორც ობიექტური რამ ჭეშმარიტება და ამ გზით მათზე გავლენა თუ კონტროლი დააწესოს. თუ ფილოსოფოსმა ვერ გაიგო მე რა უნდა გიშო. ეს სკოლაში ვასწავლე ლიტერატურას და ხანდახან დამიწერენ ხოლმე რაღაც თემაში დამიწერენ რაღაც და ხან ვეუბნები აი ან იგივე ხო შეგიძლია მეგობარს როგორც ეთყოდი ისე რომ ითხრა ადამიანური ხო შეგიძლია იგივე რაღაც ადამიანებში გულისხმობა აი შევანდახან ეს ტერმინები მნიშვნელოვანია კი ბატონო მაგრამ იგივეს გამოთქვა ხო შეიძლება რაღაც ადამიანურიანი დასწრება იმიტომ მე კარგად ვერ გავიგე აქ რა ითქვა იმიტომ არ ვარ საკუთარ ღირებულებებს მე სტრუქტურებს ვინ აყალიბებს თუ აყალიბებს თუ არა ისე ოჯახი და გარემო თუ ეს ასეა ხომ არ არის პიროვნების თავისუფლება მხოლოდ ზღაპრული რომანტიზმი კაი შეკითხვა არის იმიტომ რომ მარტო აი ეს დიდი საკითხია ფილოსოფიაშიც რამდენად ვარ ჩვენ თავისუფლები მაგალითად ფრანგი სტრუქტურალისტები ამბობენ რომ ჩვენ უკვე ენით ვართ გაპირობებულები და რახან იბადები ენობრივ გარემოში ჩვენ თვითონ ენა გაქცევს რაღაც ის სტრუქტურების მონად ამიტომ რეალურად თავისუფალი არც ახარ და ენამ განსაზღვრა როგორც გაპირობებული და დეტერმინირებული არსება ეგზისტენციალისტები თქვენ არა პირიქით მთლიანად თავისუფლები ვარ ჩვენ ჩაგდებული აქ თავისუფლება დაზაინი ვარ და ეს ჰაიდეგერის სხვა რო თქვა და მთლიანად ჩვენი თავის პროექტი ვარ შეიძლება აქ რაც მან თეოდორემ ახსენა ოქროს შუალები რაღაცა ოქროს შუალების შეიძლება ზუსტად შუალები არ არის თითოეული ოქროს შუალები პრობლემატურია იფიქრო ამაზე რამდენად გაპირობებული ვარ სადაა ჩემი თავისუფლების სივრცე ოჯახი კი მაყალიბებს მაგრამ ოჯახის გარდა 1000 რაღაცაა რა ინტერნეტი არის ტელევიზორი არის წიგნებია რომელსაც კითხულობ ბავშვი უკვე რაღაც ასაკში რო შედის ისეთ წიგნებს კითხულობს რომ ის ივითარებს თავის დამოუკიდებელი აზროვნების სივრცეს და ხედავს რომ შობელი ყოველთვის მართალი არ არის აქამდე მორჩილებაში იყო მე ასე ვთქვათ ნდობაში ბავშვი კაი გაგებით ნდობაში ყველაფერში და მე როცა აღმოაჩინე რომ ეს ნდობა ზოგჯერ არ ამართლებს იმიტომ კი რა შობელს არ უყვარს და არამედ რაღაცა ვერ ხედავს ისე შობელი ვერ თვითონ დაინახა შეიძლება თავისი სივრცე დაბადოს და ამიტომ პიროვნება მიუხედავად იმისა რომ აუცილებლად გაპირობებულები ვართ რაღაცით კონტექსტით ოჯახით გარემოთი მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი თავი დავბადოთ ჩვენ საკუთარ ფიქრებში და არ ვიყოთ ინერტულები. ალბათ ეს ამას მოსწონს. აი პირველ კითხვას მეც არ ვპასუხებ, იმიტომ რომ თუ ფილოლოგმა და ფილოსოფოსმა ვერ გაიგო, ჯერ ვერც მე ვერ გავიგე და თუ გავიგე თავში ამივარდება. და ესე იგი რაც შეეხება ამას ადამიანი არის მაგალითად ძაღლი რომ გაზარდო თქვა გოჭებთან ხო ის მაინც ძაღლი იქნება ანუ ცხოველი რომ გაიზარდოს რაღაც გარემოში ის მაინც იმ ცხოველის თვისებებს განავითარებს რომელიც მასში დევს ბუნებით და ადამიანი თუ ადამიანის საზოგადოებაში არ გაიზარდა ხო ის ადამიანი საბოლოოდ მახინჯდება და მაუგლი სინამდვილეში ზღაპარია, იმიტომ რომ თუ ადამიანი შვილობიდან გაიზარდა ცხოველებში, როგორც წესი ვეღარ ახერხებს რეალიზებას როგორც ადამიანი. ანუ ადამიანის სოციალური არსება, ეს ძალიან საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს, ამას ძალიან ღრმა, უბრალოდ ეხლა ამას თუ ჩავუმოვდეთ, ძალიან ანუ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ადასტურებს, რომ ადამიანი, ყველა ადამიანი ეს არის ერთი ბუნება მრავალ ჰიპოსტაზში. ანუ ჩვენ ერთნი ვართ და ის ფაქტი რომ დღევანდელი ბავშვები როგორი იბადებიან გვიკვირს ეს მართლაც ესეა იმიტომ რომ ბავშვი ცარიელ ნიადაგზე კი არ იბადება აი ამ თანამედროვე საზოგადოების დაყოფია და როგორიც ჩვენ ვართ შესაბამისად ის რაღაც თვისებებს უკვე ატარებს ამიტომ დიახ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი რომ რა საზოგადოებაში იზრდება რა გარემოში რა ოჯახში ასე შემდეგ ამიტომ არის საშინელება როცა თქვა ტელევიზიიდან ეს უხამსობა ძალადობა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი მოქმედებს მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი თავისუფლება, რამდენად ეხება ეს თავისუფლების არსებობა არ არსებობა. წეგანაც ვთქვი, რომ არის მთელი ფილოსოფიური მიმდინარეობები და ადამიანები რეალურად რომლებსაც ჯერათ, რომ ადამიანს თავისუფლება არ აქვს, ეს რაღაც გამოგონილი ქიმერაა და რაღაც არ არსებობს და რაღაცას პირობითობებს თავისუფლებას უწოდებ. მაგრამ ამას ჭირდება დამტკიცება, რომ ადამიანს თავისუფლება არ აქვს, ხოლო იმას, რომ ადამიანი თავისუფალია, ამას დამტკიცება არ ჭირდება. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვგზნობთ, ყველანი განვიცდით საკუთარ თავში. გესმით?
ერთი მახსოვს რაღაცა ეს ეროვნული მოძრაობის პერიოდი იყო და 9 აპრილის წინა პერიოდია, წინა დღეებია, მე 9 აპრილსაც ვიყავით იქ ერთად და ესე იგი ღამე ვათენებთ, დავდივართ, ავტოვებთ იმ მოშიმშილეებს და აი მაშინ მიმტკიცებს ის რომ თავისუფლება არ არსებობს და მეთქი თუ თავისუფლება არ არსებობს, შესაბამისად ღირსებაც არ არსებობს და თუ რას იკლავ თავს რა წადი მეთქი რა, რატო გახარ აქ? ხო? ესმის არსებობს ესე იქცევა როგორც თავისუფალი ადამიანი და ამ დროს ამტკიცებს თავისუფლება არ არსებობს. რაც შეეხება ქრისტიანული შეხედულება ესეთია. ყოველი ადამიანი გარკვეული მონაცემებით პოტენციით იბადება და საზოგადოება ხელს უწყობს ამ პოტენციის გახსნას. მაგალითად, ადამიანი საზოგადოებაში, ოჯახში კი არ სწავლობს, კი არ იძენს ლაპარაკის უნარს. არამედ ის ამ ლაპარაკის და მეტყველების უნარი ეხსნება შინაგანა. ანუ მან ლაპარაკი იცის პოტენციაში და საზოგადოებაში ის ამ უნარს, ესე იგი, ათავისუფლებს ამ ჩაბუდებულს, აცოცხლებს და ის იწყებს ლაპარაკს. ანუ საზოგადოება ეხმარება ადამიანის პოტენციაში არსებული ნიჭიერებების, შესაძლებლობების გამოღვიძებას. და ის რომ ამ ოჯახში გაჩნდა, ამ მშობლების, მისი უკვდავის სული, მისი პიროვნება, ამ მშობლების, თქვა, გენეტიკური მემკვიდრეა და ასე შემდეგ, ეს ქმნის წინაპირობებს გარკვეულ ნიადაგს, საიდანაც მე ამ ადამიანმა უნდა გააკეთოს პიროვნული არჩევანი ღმერთი თუ უღმერთობა. დაინახოს ქრისტე ან ვერ დაინახოს. ესმით? და რატო ეძლევა ამ ადამიანს ეს პირობა და იმ ადამიანს ეს კაციშვილმა არის, მაგას ვერავინ ვერ მიხვდებით. ასევე ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის, აი ამ კუთხით თუ შევხედავ. ერთი კითხვა რა დავსვათ. ესე იგი, მაშინ ბლიც შეკითხვები 2. საერთო კითხვები და შევაჯამოთ რა. მაშინ შევაჯამოთ, ეხლა. აი, დას. თუ შეიძლება მშობლებს რო ურჩიოთ, რა დონემდე უნდა მისცენ თავიანთ შვილებს თავისუფლება და ასევე შვილებსაც გვირჩიოთ, რა დონემდე უნდა მიუცეთ მშობლებს ჩვენი გაკონტროლების უფლება, ანუ თავისი მე ძალიან გამიჭირდება ეხლა რომ აი იგივე კითხვა რომ გავაგზავნოთ რა დონეზე უნდა მივცეთ თქვათ ყველა ადამიანს ეხება და რა თქმა უნდა შვილთან დაკავშირებით ხიფათი მეტია ერთი ხიფათი ის რომ ჩემი დიქტატორული თვისებები არ დავდგუნო ახალგაჩენილი არსება ამ ქვეყანაზე და მეორე ჩემი ფსევდოლიბერალური განწყობებით ესე იგი არ შეუწყო რომ ხრამში გადაიჭეხოს, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვო. მე მგონია რომ ადამიანს უნდა გქონდეს ათვლის წერტილი თავის შიგნით, თავის არსებაში და თუ ეს ათვლის წერტილი სწორი აქვს და ის ხერხემალი ცხოვრებისეული საზრისის მას გააჩნია, მაშინ შეცდომას ნაკლებად დაუშვებს. ეგ სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად არც ერთ ადამიანს არ მივცემთ სადღაც იმუშაოს თუ რაღაც პროფესიული ჩვევები არ აქვს, ხო? და განათლება. ამ დროს კაცო, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ძნელი საქმე რაც არის ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში გარკვეული როლის შესრულება, ყველაზე დიდი შემოქმედებითი ის რო ჭირდება იმპულსი და სიბრძნე, იქ ადამიანები დიპლომის გარეშე ახერხებენ ამას, ქორწინდებიან, გააჩენენ შვილს და წადდეს დიახ, რას უკეთებს იმ ბავშვისა, ხო? მე არ მაქვს ამაზე პასუხი. ну ძველად ეს იყო ესე რომ დიდი ოჯახები რო იყო ტრადიციულად არა მარტო საქართველოში არამედ ევროპაში დიდი ოჯახები რომ ესე იგი ახალგაზრდები ქმნიდნენ ოჯახს თვითონაც პატარები იყვნენ და იმად მშობლები, ბებიები, ბაბუები კიდე და ну იქეთი ტრადიცია ცოცხალი იყო და ღირსება, ის ღირებულებები, ონტოლოგიური ღირებულებების აღზრდა იყო მთავარი, ხო? ალბათ ესე უნდა შევხედოთ. მთავარი ანუ ადამიანად აღიზარდოს და ადამიანი თუ ჩვენთვის ქრისტიანისათვის არის თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი, რომელიც ლაღად უნდა გაიზარდოს და ამავე დროს პასუხისგებლობის განცდით, ხო? მაშინ უკვე ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდა. თუ მე ვიფიქრებ, რომ თავისუფალი კი არ უნდა გაიზარდოს და პასუხისგებლობის განცდით და ვიპოვო მასში მიდრეკილებები, ნიჭიერებები და ის განვავითარო, არამედ მე როგორიც მინდა იყოს, ესეთი უნდა იყოს. თქვა მე რაც ცხოვრებაში ვერ მოვახერხე, ამან უნდა გააკეთოს, ну იქ საქმე ძალიან სულდად იქნება რა. რა ვიცი, თუ რამეს დაამატებ ლევან. აი ეს რო ჩამოვყალიბო. თუ მაგადიცობაში არ გადის ჩვენი თავისუფლება, მაშინ ის თავისუფლება არ ყოფილა თუ როდესაც თავდება, ანუ რამეთის შეზღუდულობას აჩენს. და მაგადიული თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილისაგან განთავისუფლება, რომელსაც ქრისტემ თავისი სიკვდილის დამარცხებით გახსნა. და alt ფილოსოფია alt სხვა კაცობრიობის ის დიდი ეს აქამდე მოსული ისტორიამ მაგას ვერ შემოთავაზა ერთადერთი
ამ ისტორიაში კაცობრიობის რეალობა იყო, სადაც სიკვდილის დამარცხება მოხდა სიცოცხლის მიერ და კუდრეთით აღმდგარი მაგადიული სიცოცხლეში იპოვა თავის თავისუფლება. ხო, არა, შენ კითხვა რა, ეგრეა, რა თქმა უნდა. ადამიანი მაძიებელია, მაგალითად კონფუსის აქვს საოცარი გამონათქვამი. კონფუსი ხო ცდილობდა, რომ იდეალური საზოგადოება შეექმნა და ნუ რა გამოვიდოდა, ხო, აგერ ქართველებში არ გამოვიდეს, ჩინელებშიც არ გამოვიდოდა მაგილა. და მე ესეთ რამეს ამბობს, რომ საზოგადოება სამყაროს ეშოება მაშინ, რომ ეშოლოს ღმერთი უნდა მოვიდეს, მაგრამ რომ მოვიდეს ხომ მოკლავენ ამას. ანუ გესმით, ადამიანი კაცობრიობა ეძებდა დიახაც, ამიტომ არის ბერძნული ფილოსოფია ძალიან ძლიერი, იგივე თქვა ჩინური საინტერესოა, ლაოძი ძალიან საინტერესოა, ხო? ანუ მაძიებელი გონება, ხო, აგერ ისინი ეპიკურელები, მატერიალისტები იყვნენ და რასაც რაღაცას მიაგნეს. და აი ეს მაძიებელი გონება და ბოლოს მივიდა ერთ წერტილში, სადაც უკვე იმ კონდიციამდე, რომ მათ უკვე ქრისტეს მოძღვრების შემეცნება უკვე შეუძლიათ. თორე ადამიანები მაგალითად ჩინელები აღმერთებდნენ ბუნებას, თქვა, ხო? რაღაც ბუდისტები აღმერთებდნენ რაღაც აბსტრაქტულ მარადისობას გამიგე, ხო? თქვა კომუნისტები თქვა აღმერთებდნენ რაღაც და თანამედროვე ლიბერალები განსაკუთრებულად ის რაც არაჯანსაღია მათში რაღაც ადამიანის რაღაც თავისუფლებას რაღაც ღირებულებები აქვს რომელიც ღმერთის გარეშეა და ამას ყველაფერს ძალიან ხშირად კერპები იქმნება ფაქტიურად ამისი მაგრამ ეს არის მოძიებლობა და რა თქმა უნდა ქრისტიანას ბოლომდე იგივე დოსტოევსკი ხო შემთხვევით კირილოვის მაგალითი რატომ მოვიყვანე დოსტოევსკის შემთხვევით არ გამოყავს დოსტოევსკის ათეისტის თავისუფლების მაძიებლობა და დოსტოევსკი გიჩვენებს რომ ათეისტიც კი მიხვდა კირილოვი მიხვდა რომ თუ არ მოკვდი ვერ ხარ თავისუფალი მაგრამ ეს სასოწარკვეთილი აღიარებაა ათეისტისა ხო და ქრისტიანობამ ესეც კი მოგცა დიახაც მოკვდა და მე უკვე და პავლე მოციქულიც ამბობს რომ მე შემიძლია ან და გავიდე ან დავრჩე და მე მირჩევნია გავიდე ამ ქვეყნიდან რომ არადისობაში ქრისტე ანუ გავიდე ისთვის ქრისტე ღმერთთან ვიყო ქრისტესთან ვიყო მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მე საქმე ანუ საჭიროა ვალდებულებიდან გამომდინარე თქვენთან ვიყო იახაც ესეა ქრისტიანობა არის თუ რამე ღირებული ყოფილა ფილოსოფიაში ევროპული თუ რამე ღირებული ყოფილა ჩინურ ფილოსოფიაში ათეიზმშიც კი თქვა პროტესტანტულ მიმდინარეობებში როცა კათოლიციზმის დიქტატორი დაიღალა ადამიანი და კათოლიციზმის დიქტატორის ნაყოფი იყო ეს აფეთქება და ეს განმანათლებლობა ევროპაში და გადაიღალა ეს ხალხი რა ამ დიქტატორი, იმიტომ რომ ქრისტიანობა დიქტატურა არ არის. კათოლიციზმის დიქტატურა იქაც კი ვლინდება რომ ადამიანს წვავენ ერთ-ერთი ღვთისმეტყველი საოცრად ამბობს რომ ჯორდანო ბრუნო რომელიც ის მითია რომ თითქოს მეცნიერების გამო დაწვეს ეს მითია მაგრამ ჯორდანო ბრუნო დაწვეს მისი რაღაც ესეთი ну მაგი იყო ფაქტიურად რაღაც უცნაური სოფხედელობა ქონდა ამ ადამიანს და არამეცნიერების გამო არ დაუწყობთ ის მაგრამ ფაქტია რომ თავისი რაღაც იდეების გამო დაწვეს და ჯორდანო ბრუნოს დაწვით რა გააკეთა მაშინ კათოლიკურმა სამყარომ ესე იგი თითქოს სრულ მოძღვრება რომ დაემარცხებინა და ქრისტე რო წარმოჩენილიყო ქრისტიან სინამდვილეში მან თავისუფლება მოკლა ერთ ადამიანში უпроსორეთ ჯორდანო ბრუნო რო დათანხმებოდა კათოლიციზმს კი ბატონო ოღონ არ დამწვადა როგორც თქვენი თქვით ეგრე იქნება ხო თითქოს გარეგნულად გამხდარიყო ქრისტიანი აი ამ მოტივით ხო ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ რომ მოკვდა და თავისუფლებისათვის მოკვდა და ცრუ აღიარებით თქვა ის ქრისტიანი არ გახდა ანუ თავისუფლება ძალიან ძვირფასია და ქრისტიანობამ ყველაფერიას მოგვცა მთელი სისავსით რა ვიცი მე ვფიქრობ კიდე ეს კითხვა უშუალოდ იმიტომ რომ თუ კაცობრიობის აზროვნება სიკვდილისაგან განთავისუფლების საშუალებას არ გაძლევს მაშინ ის თავისუფლება მაგადისობაში თუ აღარ არის არ ყოფილა სულ ყოფილი არის ფილოსოფიაში მაგათი შემო ფილოსოფიაში გამოსარჩევი ცოტა ფილოსოფოსებს ისევ ქრისტიანული პერსპექტივიდან იმიტომ რომ აი როცა იგითხო კაპადოკიელები ბასილ კესარიელი როცა იგითხო ახალგაზრდა ქრისტიანებს მოუწოდებს კიდეც რომ იკითხეთ პლატონი ისიც ლაპარაკობს სულზე ის სულის უკტავებაზე ანუ მარადიული პერსპექტივა არის ფილოსოფიაში როგორ არ არის შეიძლება ქრისტიანობაში სხვა უფრო ქრისტიან ბასილი თქვის რომ ჩვენ უფრო სისავსით მოგვეცა ეს და სრული გამოცხადება აქვს მაგრამ ფილოსოფიაში არის ეს მთელი ტრადიცია მე ნეოპლატონიზმი ვინ იტყვის რომ მარადიული პერსპექტივა არ არის პლოტინოსი პროკლე თუ
სიმპლიკიოსი თუ რა ვიცი, იამბლიკოსი. ყველასთვის არის, მაგრამ ზოგი ნეოპლატონიკოსი იმასაც კი ამბობს, რომ წრებრუნვასაც კი გაარგოს ის სულიო და იქ გადავა მე საერთოდ აღარ დაბრუნდება უკან, როგორც აი ის ამ პლატონურ წრეს რო ის დაბრუნდება მე ისევა, ამასაც კი გაარგოსო ზოგი სულიო, ვინც ყველაზე მაღლაო. არის იქაც მარადიულის პერსპექტივა. რასილი მოუწოდებს ქრისტიანებს იკითხონ ეს ლიტერატურა, სადაც სათნოებებზეა ლაპარაკი და ამბობს რომ ეს სათნოებები ამ წარმართებს ღმერთთან გაუცხადა. და ამიტომ გარკვეული გამოცხადება, გარკვეული ღვთიური მოქმედება ამ წარმართულ ტექსტებშიც არის, მაგრამ უნდა გაარჩიო კაი თვალი თუ წაიგითხო. ყვავილების ველი ვიხარიო და ყველა ყვავილისგან თაფს ვერ აიღებო, ამიტომ ამ წარმართული ლიტერატურა ლამაზია რა, წარმართული ლიტერატურა დრაკონებს კი არ ადარებს, ყვავილების ველს ადარებს და თვითონ ფუტკარით ბრძენი იყავი, დაფრინდი სარგებული გამოიტანა. მეორე მომენტი ახლა კი ბატონო, მარადისობა, მაგრამ ამ მარადისობას რამდენად ისტორიულად იყენებდნენ არასწორად. აი მამა თეოდორემ თქვა ახლა ინკვიზიცია, ესეთი რაღაცა აღმოსავლეთშიც იყო, ნახეთ ახლა რუსეთში კოცონებს ამთებდნენ იმის სტაროერების, ხო? ისიც მართლმადიდებლური ეკლესია არის, ამას რა აკეთებდა. ან ბიზანტიაში ბოგუმილებს არ წავდა ისააკ კომნენი და ალექსიადეს ავტორი უგანათლებულესი ანა კომნენა ისე წერს, რომ ბოგუმილი ბასილი დაწვა ალექსი კომნენი თუ არც არაფერი მომხდარა. რამდენჯერ გამოუყენებიათ მარადისობა, იმიტომ რომ ჩაგვრად გაემართლებინათ. მარქსისტები რა მთლიანად ტყუანები არიან, რომ ამბობენ, რომ იყავი დაჩაგრული, აგერ თოხი გეჭიროს მთელი ცხოვრება და შენ ხატრობის ნიჭი გქონდეს, მაგრამ სამაგერ მარადისობაში კარგად იქნები. გამოუყენებიათ მარადისობის იდეა საუკუნეების მანძილზე, აღმოსავლეთ ქრისტიანობაში, დასავლეთ ქრისტიანობაში ადამიანის ნიჭის მოკვლისა და ნიჭი არის ასეთ მარადიულ საძვლეს ღმერთი ადამიანი. აი ეს გამოასწორა განმანათლებლობამ, აი ეს დიდი ასოთი განმანათლებლობა, რასაც ქვია, ხო? ილია ჭავჭავაძელის სიმინდევარიცაა, აჯაცრის სიმინდევარიც არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ისტორიულ წრეში უნდა დაინახო ეს ყველაფერი. და დავამთავროთ, მაგრამ ხელს დიდი ხანი იწევდი, თუ მოკლედ შეგიძლია. აუ დავიწყო, ძალიან ბოდის გიფტიში. რომელიც კითხვა იყო გეჭირა, რა ფერის არის კაბა. ეს კაბა მე დავინახე როგორც ლურჯი იყო თუ როგორც ოქროსფერი ეს კაბა. დიდი ხნის განმავლობაში მე და ჩემი მეგობარი კაბაზრით მე ვიძახე ეს კაბა არის ლურჯი, ჩემი მეგობარი იძახა ეს ვერცხლისფერია. ეს იყო მთელ მსოფლიოში. ნახევარი ხალხის იძახა ვერცხლისფერია, ნახევარი იძახა ლურჯი. ეს იცით რატომ გავახსენე ეს რომ ზოგჯერ ეს ჭეშმარიტების აღქმა საერთოდ სუბიექტური ხო არ არის და ზოგიერთ ადამიანის ყველა ადამიანს ეს გასაგებია, კი. ამას მინდა მოვაყვა მეორე კითხვა რომ ქართველობა ზოგჯერ შემთხვევაში ქართველობა და ქრისტიანობა ერთად რო არის გაყვანილი, ეს ხო არ ქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ვიღაცებს შეიძლება ჩარჩოში ვსვამ. კი ბატონო, გასაგებია. ზოგჯერ ამბობენ რომ რომ გადახედოთ კომენტარებს რაღაც ზაღადობის მიმართ. ამეკითხა ეს ცოდვა არის, ეს ასე უნდა მომხდარიყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხშირად უმცირესობა ჩვენ თვითონ ვხდით ამ ჩვენი სუბიექტური გასაგებია. ესე იგი, იმდენი კითხვა, პირველი უცებ, ესე იგი, პირველი კათოლიციზმზე რომ კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ მართლმადიდებლობაში დოქტრინალურად არ ყოფილა ესეთი პოზიცია და კათოლიციზმში სამწუხაროდ ინკვიზიციაც და ინდულგენციაც მათი დოქტრინალური გამოვლინებები იყო. ეს იურიდიული მიდგომა ცხონებისა, მან შუა სწორედ ინკვიზიცია და ინდულგენცია, ხოლო ის გამოხტომები რაც იყო მართლა აღმოსავლეთის ეკლესიაში, ხო? საქართველოშიც ყოფილა მცირეოდენი ოღონდ იგივე მირიანის ნინოს ცხოვრებაში წერია, ეს იყო პიროვნებების მიერ რაღაც დარღვევა მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისა, დოქტრინისა. პირველი კითხვა, ესე იგი, აბრაიმე პირველი კითხვა. კაბა და ვერცხლისფერი. სუბიექტური. მან ისევე ესე იგი წყვილია ესეთი ობიექტურად არსებული და სუბიექტური აღქმა. თუ ღმერთი არის ობიექტურად არსებული, ჭეშმარიტება. მაგრამ თუ მისი აღქმა არ მოხდა სუბიექტურად, ღმერთი არ არსებობს. ამიტომაც გრიგო პალამა ამბობს, როცა ეკამათება ვარლაამს კათოლიკურ სამყაროს, ფაქტიურად ლათინურ სამყაროს ეკამათება რაში, რომ თუ ღვთის მადლი
და ენერგია ღმერთი არ არის და თუ ღმერთის შემეცნება მარტო ინტელექტუალურად ხდება, მაშინ პრინციპში ჩვენთვის ღმერთი არ არსებობს. იმიტომ რომ თუ მე რეალურად ღმერთთან კავშირი არ მექნა და თუ ჩემი ქრისტიანული მოძღვრება ამოიწურება იმით რომ მე ღმერთს მივუბაძო და ქრისტეს მივემსგავსო, რაც არის უმაღლესი თქვა კათოლიციზმში, ხო? მაშინ ღმერთი ჩემთვის არ არსებობს. მე ღმერთთან რეალური მყოფობა მინდა. ამიტომ დიახაც სუბიექტური გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, თუ ადამიანს ცოცხალი ღმერთის განცდა არ აქვს რეალურად, ის ქრისტიანი საერთოდ არ არის. ის არის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი, მაგრამ არა ქრისტიანი. ამ სიტყვის დიდი გაგებით. ანუ დიახაც სუბიექტური აღქმის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს სინამდვილეში. სხვა საკითხია, სუბიექტური აღქმა შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანებელი. ამიტომ პავლე მოციქულს ნახე, პავლე მოციქულს ეცხადება ქრისტე, ხდება მოციქული და მე თვითონ ამბობს თავის წერილებში, რომ წავიდა მოციქულები ინახულა, მათ შორის პეტრე და თავის ეს გამოცხადება დააზუსტა იმათთან, ვინც უშუალოდ ქრისტეს მოწაფეები იყვნენ. ამიტომ ეს პრინციპი არსებობს ეკლესიაში. შენი სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის უნდა თანხმობაში იყოს ობიექტურ, შენი სუბიექტური გამოცდილება თანხმობაში იყოს ობიექტურ გამოცხადებასთან, რომელიც ღვთისაგან მოგვეცა. იგივე წმინდა წერილთან და ასე შემდეგ. აი, მაგალითად, დღესაც ხონდა ესეთი შემთხვევა, თქვა და ხშირად არის ხომ ესეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მოდიან ფანტასტიკური სუბიექტური გამოცდილებით. და მე პირდაპირ ვეუბნები რა ადამიანებს, რომ მე თქვა, თუნდაც ეს გამოცხადება გამოცდილება სუბიექტური იყოს თავისთავად ნორმალური, ხო? ვეუბნები რომ ეს რაც არ ნიშნავს რომ ეს ობიექტურად არ სახავს შენთან ღმერთის ყოფობას. იმიტომ რომ მე შენ არ გიცნობ. მე შენ პიროვნებას თუ არ ვიცნობ, დიაგნოზს ვერ დაგისვა. და თუ არ ასახავს ეს ობიექტურად არსებულ რეალობას და შენი რაღაც სხვა ტიპის სუბიექტური გამოცდილება, რაც უფრო ძლიერია ეს გამოცდილება, მით უფრო საშიშია და ამიტომ ფსიქიური აშლილობების აქედან არსებობს და ასე შემდეგ. ესე იგი, მაგ არის გველის სიბრძნა, როგორც უფალი გვასწავლის. კიდევ ვიმეორებ, სუბიექტური გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ თანხმობაში უნდა იყოს ობიექტურ გამოცხადებასთან. ეს არის წყვილი, რომელიც ერთდროულად არსებობს. და ამისათვის არსებობს 2000 წლოვანი სკოლა ეკლესიისა, რომელიც ასევე უნდა გამოყენებული იქნას და რაც შეეხება მესამე კითხვა იყო, მეორე კითხვა იყო ეროვნულობა და ქრისტიანობა. ეროვნულობა და ქრისტიანობა. ერთის მხრივ არ შეიძლება რომ ვთქვათ, ჩვენ წინაპრებს დაუკარგოთ ის ღვაწლი, რომელიც მათ ჰქონდათ, აი ლევანმაც ახსენა ის ღრმა ხედვა, რომელიც ძალიან კარგად ჩანს, იგივე ჟამთა აღწერილში, როცა როგორ ღრმად ხედავს ქართველი ისტორიკოსი, თუ რატო დაგვემართა ეს უბედურება, ხო? არ შეიძლება თქვა ის არ დაუფასო ჩვენ წინაპრებს თუ როგორი ღვაწლი, ბრძუნები, შრომი, ბრძოლი მოიტანეს ქრისტიანობა. თუ რო ქრისტიანობის ისტორია გადახედოთ საქართველოში და ამ რეგიონში, ხო? გაიხსენეთ, აგერ იყო ალბანეთი, რომელიც ქრისტიანული ქვეყანა იყო. აქვე იყო სომხეთი, რომელიც ქრისტიანული ქვეყანა იყო. და იყო ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც თავის დროზე ერთი პერიოდი ქრისტიანული ქვეყანა იყო. ჩვენ ხედავთ, რომ მათ დაკარგეს მართლმადიდებლური ხედვა, ზოგი გამუსულმანდა, ზოგი მონოფიზიტი გახდა და ასე შემდეგ. იგივე განსასწრებლების წინაშე იდგა საქართველო, იგივე არჩევანის მთელი რიგი პერიოდები ქონა საქართველოს, როცა მას ერჩივნა ყოფილიყო მონოფიზიტი, შეიძლება მუსულმანი გამხდარიყო, მაგრამ აი და მარტო ვაჟკაცობის გამო არ იყო. აი ხანდახან რომ ჩაუკვირდები საქართველოს ისტორიას ამ პერიოდებს, ხო? კითხვა გიჩნდება, რომ როგორ მოხდა, რომ ეს არჩევანი გაკეთდა სწორად. აი სოფლიო კრებები ვითროა, პირველი კრება გავსაოცარია, პირველ კრებაზე ისეთი საღვთო ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა, მაგრამ როცა იქ ამის არც გამოცდილებითი, არც ინტელექტუალური რესურსი ბოლომდე არ არსებობდა. საოცრება მოხდა. ანუ ეს არის ეს ფენომენი, რომელმაც ჩვენიერი მოიყვანა აქამდე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იძლევა იმის საშუალებას, როგორც წეგანი თქვა, რას კარგები ვართ, ქართველები ვართ, ამან დაღუპა საქართველოები. ეს გვაძლევს ჩვენ პასუხისგებლობას, რომ ჩვენ ვიყოთ მისიონერები. აი კიდევ ერთი მაგალითი ისტორიიდან. თამარის დროს, სკოლებში ესე გვასწავლიან, თამარის დროს ქართული სახელმწიფო ძალიან ძლიერი და გახსოვთ სპარსეთი რო დალაშქრა თამარის დროს და გადაუარეს სპარსელებს და დალაშქრეს. გარკვეული მიზეზები იყო ამაში და ასე შემდეგ. მაგრამ ხდება უცნაური რაღაცა. ესე იგი, ხო ბრძოლა როგორ იყო ბრძოლა და ეხლაც ესეა, ხო ეს ალაფი გროვდება, ხო? იმიტომ რომ შენი ხარი ძარცვა იპყრობ რაღაცა და რო ვეღარ ატარებენ ამ რაც უკვე ესე იგი გაძარცვეს, ხო? ვეღარ ატარებენ და ამარცხებდნენ ზედიზე და ქალაქებს იღებენ და უკვე აღარ შეუულიათ, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა წამოიღეს და შეჩერდა ეს ლაშქრობა. სინამდვილეში რა უნდა გაეკეთებინა? სინამდვილეში თუ ესეთი ძალა ქონდათ და ქონდათ ეს ძალა,
უნდა ემისიონერად. ანუ მისიონერული ღვაწლი უნდა გაეწიათ და არ უნდა დაერბიათ. გესმით? აი ეს ერთი მაგალითი იმისა, რომ როცა შენ ჭეშმარიტებას ფლობ, შენ უნდა გქონდეს ეს სურვილი ჭეშმარიტებას სხვაგან გაიტანო. და ეს უნდა გააკეთო არა ძალით, არამედ სიყვარულით. რა ვიცი, კიდე გავეც ის ორად პასუხი, ვერ გავიგე. რა გინდოდა შენ ეს მეორე კითხვით? ანუ ჭეშმარიტება იდენტობა რატო ქრისტიანობასთან მანდამაინც ან თუნდაც კონკრეტულად ეგ შენი არჩევანია. მე ჩემი არჩევანია, რომ ჩემთვის ჯერ ერთი თუ სახარებას მოусმენ ქრისტიანობს მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თუ გარედან შევხედავ, თქვა მე ვარ მაძიებელი ადამიანი, არ ვიცი რომელი რელიგიაა ჭეშმარიტება, ხო? და მე ვირჩევ ქრისტიანობას. მე შემიძლია გითხრათ რატო ავირჩიე ქრისტიანობა? ჩემთვის ეს უკვე ლოგიკურია ძალიან, მაგრამ ახლა ამ ცალკე უნდა შევხვდეთ, ხო? ქართველობის და ქრისტიანობის გაიგივებაზე. ქართველობის და ქრისტიანობის გაიგივება მარტო ესე არ საბერძნეთში მაგალითად. რუსეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ხო თქვა სიტყვაზე აი რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალე, ამ ქვეყნებში ეროვნულობა და ქრისტიანობა გაიგივებული არის იმიტომ, რომ ნაციონალური რელიგიად იქცა ეს. ანუ ეროვნული კულტურა შექმნა ქრისტიანობა. აი ზოგადად მაგალითად ევროპული ფასეულობები ქრისტიანობიდან გამომდინარეა, ხო? თქვა არსებობს აღმოსავლური, თქვა ბუდისტური ფასეულობები, თქვა ისლამური. ჩვენი კულტურა აღმოცენებულია ქრისტიანობიდან. ყველაფერი თვით ენა და ამწერლობაში ძალიან ბევრი ნიუანსია, ყოფით კულტურაში, ხო? და ბუნებრივია, რომ ჩვენი კულტურა რადგან ქრისტიანობიდან არის აღმოცენებული, ქრისტიანობა და ქართველობა იდენტურია. ოღონ არასულიერი გაგებით. ანუ ის რომ ადამიანი საქართველოში იბადება, ინათლება და მე ამბობს რომ მე ვარ ქრისტიანი, სულაც არ ნიშნავს რომ ის მართლა ქრისტიანი. უბრალოდ მას ისეთ კულტურულ გარემოში იბადება, რომ მას ეიოლება გახდეს ქრისტიანი. პრობლემა სწორედ იქ არის, რომ ადამიანი ასეთ კულტურულ გარემოში იბადება და ჩემულობს ქრისტიანობას და ქრისტიანობას უკვე არასწორი მეთოდებით იცავს და ღებულობს სიმახინჯეს. ამიტომ სულ ვამბობ ყვირი, რომ ხალხო მონათლული ხარ? კი, ეს არ ნიშნავს რომ ქრისტიანი ხარ. არ მოდის ადამიანი მინდა მოვინათლოს დასრული. ვეკითხები, ქრისტიანობა გაქრისტიანება გინდა თუ მონათლა გინდა და განსხვავებას ვერ პოულობს, გამიგე? ჩვენ მისიონერული თვალსაზრისით ვაკლებთ სასულიერო პირები, რომ ჩვენი ერის შვილებმა გაიგონ, რომ შენ რომ მონათლული ხარ, ან ქართველი ხარ, სულაც არ ნიშნავს რომ შენ ხარ ქრისტიანი. ქრისტიანული კულტურის მატარებელი კი ხარ, მაგრამ ქრისტიანი არა ხარ. დიდი მადლობა რომ გაგვიძელით, მადლობა ბატონ ლევანს რომ გოგზავნა და ჩვენთან ერთად გაიზიარა ჩვენი ეს 2 საათი თუ 2 საათნახევარი ღვთის მაძიებლობის სიხარული. თავისუფლების